სერიოზული პოდკასტი. სალამი, ჩემო ოქროება, პოდკასტი არა სერიოზული, ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი არის აჭარაბეთი. დღეს ვყავს საოცრად სიმპათიური პირველი, მოდი დავიწყოთ ესე, ხო, რომ გოგოები მოვიზიდოთ თავისთავად. საოცრად სიმპათიური, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი არტისტი საქართველოში. ხო, სწორად გამოგაცხადე, გაბატონო. всё, დავწყნარდი. გიორგი ცაგარელია, როგორ ახარ ჩემო ძმაო? კარგად, თავად როგორ? არა მიშოს, ცოტა არ იყოს და მცხელა. იქით კადრს მიღმა, სადუნიშვილი გვალივერებს და ყოველ სიტყვას გვიკონტროლებს. ესე ზის. მომიყევი ხარ, როგორ ახარ? საიდან მოდიხარ? ამზადებებში ხარ, სანამ დაგსხლავ კითხვებით. იცი რა არის, აი 2 წელია პაუზა ვიღე და პაუზა მარტო მუსიკაში კი არა, საერთოდ სოციალური ქსელები არ მქონდა და ეხლა შეიძლება ისეთი აქტიური არ ვიყავი, მაგალითად როგორც შენ ხარ ან თიკო. მაგრამ მაინც სოციალური ქსელია, ხო? და აი გადაცემებში დავდიოდი და ასე შემდეგ, არტისტს სჭირდება ესეთი რაღაცები. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა და ამ ყველაფერსგან დავისვენე ერთის მხრივ, მაგრამ თან ძალიან გადავეჩვია და ეხლა ამ კონცერტის წინ მომეწია ბევრი იგივე სანამ შენთან მოვიდოდი დღეს პირველად ვიყავი სხვადასხვა ტელევიზიაში ალბათ ბოლო 4 წლის შემდეგ. ვისთან იყავი? ფორმულაზე ვიყავი შუა დღის ეთერში. აჰა, მოგითხა ფორმულა შუა დღის ეთერში. პოდკასტებში ხარ ნამყოფი? პოდკასტებში ადრე ვიყავი და ეხლა ვიყავი ნიკამ გააკეთა კოჩაროვმა ბახალასთან ერთად ახალი პოდკასტი არის. ეხლა დაიწყო 2 სერია უკვე იდო და აი მესამეში მე ვიქნები. ძალიან მაგარი ძმებო, წარმატებები, ორივეს რესპექტები, წარმატებები. შენ თქვი რომ პაუზა მქონდაო ყველაფრისგანო. მოდი ცოტა უკან გადავახვიოთ და პაუზიდან ავიღოთ ათვლის წერტილი რა. კონცერტზეც ვისაუბრებთ, დიდი ამბები არის ძალიან მალე და დაანონსდება ყველაფერი. თუმცა პაუზის მიზეზი მინდა რომ გავიგო. შენ ყველა გიცნობს მუსიკალური სფეროს გარეთაც, მეტნაკლებად საქართველოში, ანუ არ მგონია რომ არსებობდეს რაღაც სეგმენტი, სადაც არიციან შენი პერსონა. და შესაბამისად შენი რაღაცა მუსიკალური აქტიურობა მთელი ამ წლების მანძილზე და უცებ წკავდა ქრები. яснად მიზეზი იქნებოდა. ეს ერთ დღეს დავიღალე გადავტრიალდი, არ ამგონია. რა თქმა უნდა, კი. რა იყო, თუ საიდუმლო არ არის, თუ რა სენსიტიურს არ ვეხები. არა, პირიქით, ასეთ არაფერი არ არის საიდუმლო. რეალურად ყველაფერი რა არის, ხო, რომ დგება მომენტი, როდესაც რაღაცნაირად აცნობიერებ, რომ რასაც აკეთებ, თან გიყვარს, თან შენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და თან აი რაღაცნაირად ვეღარ სიამონებას იღებ ამით. რაღაც სცენაზე გამოდიხარ და ეხა იცი ხო შენც რომ აი სცენაზე რომ გამოდიხარ არტისტს შეიძლება მე არ ვასდროს არ מחასიათებს რაღაც ღელოა და ასე შემდეგ, მაგრამ თავისებური რაღაც სხვა განწყობაა ხო ამის საჭირო და აი გავაცნობიერე რომ აი მახსოვს რომ ფილარმონიაში რაღაც ბევრი კონცერტი ქონდა თბილისში და ზედიზეთ და აი მოვდივარ კონცერტზე რაღაც იქ კულისებში თქვათ მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად რაღაცას ლაპარაკობ, ცოტა სვავთ კიდევაც რა თქმა უნდა. მე იწყე აი ისე გავდივარ სცენაზე ამდენი ხო იქ 2200 თუ რაღაცა ადამიანი ხო ისე გავდივარ სცენაზე თითქოს ეხლა აქედან იმ გვერდით ოთახში რო გავიდე და შემოვიდე არაფერი არა ის შინაგანად არა კი გატრუხდა პონტი მთლიანად ხო აი ეგრე თუ შეიძლება თქვა ეგ მომენტი იყო და ამას ეხლა უფრო მანამდეც ვაფიქსირებდი მაგრამ თავს ხუჭავდი ვიტყუებდი თავს და ასე შემდეგ ნუ მერე მომენტი არის, როდესაც ნუ ალკოჰოლი ისე იყო რა ჩემ ცხოვრებაში, ბევრი წლის განმავლობაში. ნუ ვიღაცები საერთოდ ვერ ხვდებიან და არ ჯერათ რომ რაღაც ალკოჰოლთან პრობლემები მქონდა. იმიტომ რომ ნუ ჩემ სერიალშიც არ ფიქსირდები მაგ პრობლემით, კი არა, ზოგადად ვაფშე ალკოჰოლთან შენ რაღაცა მეგონა რომ ესე. ხო, რეალურად იცი რა არის? ვიღაცისთვის ეხლა რომ მოყვერო ეს პრობლემა არ აღიქოს ამას პრობლემად რა იტყვის რომ რას ალკოჰოლს არა ის ზუსტად მე რასაც ჩემ თავში პრობლემად აღიქოს შეიძლება ვიღაცისთვის ეს არ არის პრობლემა რა და ზოგადად ნუ ძალიან დამაზიანა და მივხვდი რომ რაღაცა უნდა შევცვალო რა და მაგრამ პირველ რიგში აი ჯერ რატომღაც აი პაუზა ავიღე მუსიკაში და მე დავფიქრდი რა როგორ უნდა ვიმოქმედო იმისათვის რომ თქვათ, ოდესმე დავბრუნდე, ან რესტარტი გავაკეთო, მაგრამ ამისათვის საჭიროა შინაგანი რაღაცა ცვლილებები და ნუ რაღაც ცნობიერების შეცვლა რა, იმიტომ რომ სულ ერთ და იგივე წრეზე დავდიოდი და ერთ და იგივე წრეზე ტრიალებდი გინდაც მუსიკაში და გინდაც ისე რა, სულიერად და პიროვნულად. ეს ესე პირველი პაუზა იყო?
კი, ეს ხა ეს პირველი პაუზა. შეიძლება მასშტაბური რაღაცა ორწლიანი ბაზარი არა, რაღაცა ყოფილიყო. არც დაფიქრებულ ვარ, იმიტომ რომ ალკოჰოლით რაღაც ეგეთ მომენტებს ალკოჰოლს აყოლებ, ხო? ნუ უყურე, მე არამსმელი ვარ. შესაბამისად, მაგ კონტექსტში გაგება თეორიულად შემიძლია, მაგრამ ესე ხო ხდება, ანუ მე არასოდეს არ ფიგურირებდა ჩემ ცხოვრებაში, არც რაღაცა კატალიზატორი იყო შემოქმედების, არც დამთრგუნავი, ანუ მაგრამ გარშემო არიან უამრავი ჩემი მეგობარი, ვისაც რაღაცა იგივე გაუვლია სიტყვაზე რა, თანხwebdriverში ყოფილა შემოქმედებასთან ერთად ალკოჰოლი და თავიდან ვითომ რაღაცა ეხმარება და მე აღარ ეხმარება, მე იყო სტაგნაცია და ასე შემდეგ. პაუზები, ზოგი ბრუნდება, ზოგი არ ბრუნდება. პირველი მგონია რომ ჩესნათ აღიარება ყველაზე დიდი გამარჯვება. ხო, საკუთარ თავთან აღიარება რა. და უყურე ერთია ტიპი, რომელსაც ესეთი რაღაცა ბექგრაუნდი აქვს, როგორიც შენ გაქვს. ამას რო ხმამაღლა ლაპარაკობს, ეგ კიდე ჩემთვის ორმაგად დასაფასებელია, იმიტომ რომ არიან ტიპები, რომელიც რაღაცა შენ გაკვალულ გზაზე მიდიან და შესაბამისად შეიძლება რაღაცა იგივე პრობლემა ქონდეთ და ეს მათთვის იყოს რაღაცა კათარსისი. ამიტომაც ეხა შეიძლება ვიღაცისთვის ეს საერთოდ არაა საინტერესო და ვიღაცისთვის გამაღიზიანებელიც არის რა მსგავსი თემები. მაგრამ მეგობრებთანაც ვისაუბრე ამაზე და ну მეუბნებია ყველა და მეც ამაზრზე ვარ რომ შეიძლება ვიღაცა ეხლა გვისმენთ და იგივე პრობლემა აქვს რაც მე მქონდა ან შეიძლება ცოტა ნაკლები ცოტა მეტიც ხო და შეიძლება რაღაცა იპოვოს ხო მანას თავი დაინახოს და რაღაცა მოუნდეს რაღაცის შეცვლა შეიძლება მე დამიკავშირდეს და ასე შემდეგ და ფიქრობ რომ პირველ რიგში აი საკუთარ თავთან არის რა ეს აღიარების მომენტი რაღაცებზე საკუთარი სისუსტის დანახვა და აი კაპიტულაციის გამოცხადება რა ეს სამყაროსთან და მაშინ გზნობ პირიქით ბევრად მეტ ძალასაც და რაღაც სიცოცხლის აზრსაც რა просто გამოძრომის სხვადასხვა მეთოდები და ხერხები არის რა მე როგორც ვიცი ხო ხდები ანუ აი იდიოტიკოსთანაც ძალიან საინტერესო პოდკასტი ჩავწერე თავის დროს მაგ თემაზე და შენ რა გზას მიაგენი რა საკუთარ თავზე მუშაობის ალბათ გარდა. ხო, საკუთარ თავზე ესე ცდელობები მქონია ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სხვა რაღაც თავშეკავება ხო, მაგალითად იქ ნებისყოფის ხარჯზე ალკოჰოლის არ მიღება მგონია რომ კიდევ უფრო მეტად გაზიანებს, იმიტომ რომ იმ მომენტში მაინც ამაზე ფიქრობ, კიდევ უფრო მეტად ამაზე ფიქრობ და ერთის თქვა თუ იტყვი რომ ერთი თვე არ მივიღებ ალკოჰოლს და თქვა ან რაღაცა მნიშვნელოვანი კონცერტის ან რაღაცა მნიშვნელოვანი თარიღის დღეს ან რაღაც აღდგომას და სიტყვაზე ხო ელოდები იმ აღდგომას ან ელოდები იმ რაღაც კონცერტს და კიდევ უფრო უარესია და რეალურად ჩემ გარშემო უამრავი ჩემი მეგობარი და ახლობელი და საერთოდ გარემო ჩემზე მეტად ბევრს მოიხმარენ თქვა ალკოჰოლს ხო მაგრამ ისინი არ თვლიან რომ ეს მათთვის პრობლემა არის ან არ შეუძლიათ ამის აღიარება და მე ხა ვერავის ვერ მოუწოდებ და ვერის ვერ ვიტყვი რომ აიცი რა ხა მე მივხედე ჩემთას და კი რჩე როცა უკითხავთ ვეუბნები რაც უნდა გააკეთონ ხო რომ მაგალითად გამოსავალი არ არის რაღაცა ნეიმსის გაკეთება რომელიც დროებით პაუზას გაღებინებს ხო ან რაღაც კოდს რო ეძახიან და ამპულად და უამრავი რაღაცა ეს საერთოდ არაფერი არ მუშაობს რეალურად მუშაობს შენში ცნობიერების შეცვლა ანუ რას გულისხმობ ალკოჰოლი კი არა აი შეიძლება ციგნმაც ისე ციგნიც მოიხმარო აი ციგნის კითხვა იყოს მოხმარება ხო ან იმიტომ რომ როდესაც გზნობს შინაგან სიცარიელეს გინდება რომ რაღაცა შეცვალო და ამ შინაგან სიცარიელის ამოვსებას და ამ რაღაცა ემოციის შეცვლას ცდილობ რაღაცაზე ყურადღების გადატანით ხო შეიძლება წყალიტალიო შეიძლება ციგნი წაიგ ანუ არის რაღაცები რაც ნაკლებად გაზიანებს და გარემოსაც ნაკლებად აზიანებს მაგრამ არის ასევე საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც დამაზიანებელია და მე არ ვიცი ეს რეკლამაში ჩამეთვლება თუ არა თუ შეიძლება რაც იმსახურებს ვაჟღეროთ ისე დაემთხვა რომ ისე გამიმართლა უფრო სწორედ რომ მივედი გამოსავალში ნიკა კოჩაროვმა მიმიყვანა გამოსავალში ნუგზარ ძიძიგურთან ეხლაც დავდივარ იმ გააკეთა უკვე მესამე კურსი და მესამე კურსელი ვარ ეს არის პიროვნული და სულიერი ზრდის კურსები ასე ვიყო რეკომენდაცია და აუცილებლად უნდა გავიარო კარგი იქნება რომ 12 ნაბიჯის ხო გსმენი ალბათ ეს არის ანონიმური ალკოჰოლიკები ან ანონიმური ნარკომანი სხვადასხვა ჯგუფებია 12 ნაბიჯის სისტემა რომელიც უნდა გაიარო მაგრამ იმდენად დამეხმარა აი ნუგზართან ურთიერთობამ და იმდენად სხვანაირად დავინახე აბსოლუტურად ყველაფერი და იმდენად ამოყირავდა აი ჩემი ცნობიერება რომ
საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს ალკოჰოლის რომ სულ ერთია რა ხო სხვავს არ სხვავს გარემოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აი მგონია რომ საერთოდ არასდროს არ ვსვავდი და არც არასდროს არ მდომებია და მგონია ხო მართლა გამიმართა და კიდე იმაში გამიმართა რომ ჩემი ცოლი ლელა რომელიც ასევე ბევრი რამ გაიარა ცხოვრებაში და მუგზართან ბევრი წელი ურთიერთობა აქვს მასთან ერთად ჩემი თანაცხოვრება ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმიტომ რომ პირველად აღმოჩნდა ჩემგვერდით ადამიანი რომელსაც სხვანაირი რეაქცია ჰქონდა თქვათ იგივე ჩემს ალკოჰოლის მოხმარებაზე არა ისეთი როგორც მე კი არავის არ ვადანაშაულებ ყველა ცდილობს უბრალოდ მას შეძენილი ჰქონდა ეს რაღაც ინფორმაცია და ამ ინფორმაციას არ ხდებოდა ჩემ თავში ეს რაღაც გაჯიუტებოდა მე ჯინაზე რო გინდა რაღაც სხვა რაღაც ბავშვით მოიქცე და მაინც დალივა ჩუმად დაიმალო ძალიან გულწრფელად ესე გვისაუბრე ამ თემაზე მივხვდი რა არის პრობლემა რომ ადრეც მithkoms გან არ მithkoms რომ აი თქვა ურთიერთობა რომ იფუჭდებოდა ან მეგობართან ან პირად ცხოვრებაში რომ აი აღარ დავლევდა გამოსწორდები და ისა და ესა და აი ტურები მქონდა ხოლმე ანსამბლშისაც უკრავდი კრემერა და ბალტიკა სადაც ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ქალაქში დავდიოდით და ერთადერთი სხვა მარტო მე არ ანსამბლის სხვა წევრებთვისაც ერთადერთი რაღაცნაირი რელაქსის და მოდუნების საშუალება თითლებოდა თქვა ალკოჰოლი რომელიც ძალიან ადვილი ხელმისაწვდომია და თვითფრინავში იქნება და მატარებელში თუ ავტობუსში ყველგან შეგილია ხო მაგრამ პირიქით არანაირი მოდუნება და არანაირი რელაქსი არა ესეც თავის მოტყუებაა რა ხო თან როცა პროფესიაც ისეთი გაქვს რა ხო ხდები არა თემაში ყოფია ადამიანები ბოჰემურ ცხოვრებას რო ეძახიან ხო ხდები რეალურად გასტროლი რეჟიმი ხო ეს ხო რაღაცნაირი სტერეოტიპები არის გარომანტიზირებული არის რომ აი რა თან იცი რა არის მე რაღაცნაირად არ ჯერ ესეთი სტერეოტიპი არის რომ აი მუსიკოსი და ხო აი ზუსტად რა თქმა ბოჰემური ცხოვრება მაგრამ რა თქმა უნდა ალბათ ადამიანმა რა ანუ არაფერზე არ უნდა მე პირადად არაფერზე არ უნდა ანუ თავიდან რომ გავიარო ცხოვრება ზუსტად ვიცი რომ ისე გავივლინდ რაღაცები აუცილებლად უნდა გაიარო რა და აუცილებლად უნდა მიხვიდე იმ რაღაც ფსკერამდე ანუ ფსკერას გულისხმობ რომ აი ფეხი უნდა დაარტყა იმ ფსკერს რომ მე ამოყვინთო რა სანამ არ დაარტყავ ფეხს ვერ ამოყვინთა ისედაც უფრო მეტად ადამიანებს უჭირს თორსა აი რაღაცნაირად იძირებიან და თან ფსკერსაც ფეხს ვერ ადებენ და ისედაც შუაში არიან რა და რაღაცნაირად კომფორტის ზონას პოულობენ აი იმ რაღაცა ქაოსში და ჯოჯოხეთში რა და იქ თავს იტყვებენ კომფორტულად გრძნობენ თავს და აი ესე მიდის წლები რომ თითქოს არაფერი რა ხო არა მაგარი მურტალი ეხლა რამდენი წლის ხარ გეო ეხლა 39-ის 39-ის ნუ თითქმის ტოლები ვართ იცი რა მითხარი პერსპექტივაში მე რადგან არ ვიცი რა და ძალიან მაინტერესებს მეთოდიკა როგორ ეს თქვაზე ალბათ არის ჯგუფური მუშაობაც არის ერთ-ერთზე მუშაობაც ერთ-ერთზე მუშაობა იქ ბევრი სხვადასხვა კურსები მაგრამ კონკრეტული ეს პიროვნულის დისკურსი სადაც მე დავდივარ იქ არ არის ერთ-ერთზე იქ არის ჯგუფური და ჯგუფურ ნუ ჩათვალე რომ ლექციას ესწრები იმიტომ ზოგს აქვს ხოლმე ეს მომენტი რომ მე ვერ გავაზიარებ ჯგუფში მე რიდება და ასე შემდეგ იქ არავინ არაფერს არ გაძალებს რომ გააზიარო პირიქით ზაობა როცა არის შეგიძლია თქვა ხო იქით გინდება რომ აი რაც არ უნდა მქონდეს რაღაც მორიდება და ასე შემდეგ პირიქით გინდება რომ რაღაცა შენს გააზიარო შენი გამოცდილება თუნდაც ერთდღიანი გამოცდილება და იქ როგორც ლექციას ესწრები მაქსიმუმ 12 ადამიანია ჯგუფში და ორი თვის განმავლობაში არის ხოლმე ეს კურსი კვირაში 3 დღე 2 საათის განმავლობაში რა და ყველა მგონია რომ ყველა ცოტა გონება გახსნილმა ადამიანმა კი არა საერთოდ ცოტა ისეთმაც რა ქვია რაღაც ბოლომდე რო არის ის რა ქნას და სად არის და დაკარგულია ისიც რაღაცნაირად უნდა მიხვდეს რომ აი იცი რა არის ხოლმე მომენტები როცა აი მე ხლა ეს მაქვს და ვერ ვივლი ძალიან მინდა აი ბევრს უთქავს ჩემთვის მართლა რა აი მინდა სიარული მაგრამ აი რაღაც მაქვს და ვერ გავაცდე და ესე იგი არ გინდა ხო იმიტომ როცა გინდა ყველაფერსაც გააცდენ და ყველაფერს იზავ რა ეხა არ მინდა სახელი და გვარი თქვა შენი კოლეგა ჩვენი მეგობარი რომელიც ქალაქგარეთ გადავიდა სოფელში ცხოვრობს და იქიდან დადის კვირაში 3ჯერ იქ იმიტომ რომ უნდა თავარი კი ბატონო ხო სურვილია რა თქმა უნდა არც იმას რაც არ უნდა მე ვილაპარაკო რაც არ უნდა სხვა ადამიანმა ილაპარაკონ და ის აზრი არ აქვს სანამ თვითონ არ მოუნდება ადამიანს და სანამ არ მიხვდება რომ ეს მის ცხოვრებაში პრობლემა არის მე კიდევ ერთხელ ვიძახი მე აი ვინც მიცნობს და ვისთანაც ერთად თქვა დამილევ ის მათთვის ეს არ არის პრობლემა ეს ნორმალური არის რა ნორმალური არის და ჩემთვის არ არის ნორმალური ნუ
ადრე თვლიდი გარემოს აზიანებდი გარდა იმისა მოდი ესე ვთქვათ რა საკუთარი თავის ზიანის ანუ რაღაცეებში რა შენი ახმიდან სიტყვაზე პროფესიაში ზიანი რაღაცაში ზიანი რაღაცა მრავალ ხრივად ხედავ ხოლმე რა არიან ტიპები რომლებიც ნუ აი იგივე გარემოც ვთქვი რა ბევრი საერთო მეგობარი ყავს და ბევრი გვინახავს რომ სიტყვაზე არის ტიპი რომელიც საკუთარ თავს აზიანებს უპრობლემოა რაღაცა თრობით მდგომარეობაში მაგრამ არიან ტიპები რომელსაც ნუ აი უნდა მოკლა რა ეგეთი უნდა დაბრიტო ანუ აზიანებს სამყაროს როცა თვრება და ისე არის სიტყვაზე გეუბნები ხო ხდები უსაყვარლესი ანუ შენ რომელი კატეგორია იყავი ეგრე აზიანებდი იცი რა ესე დასაბრედი იყავი მითხრეს რომ ძალიან საყვარელი ხარ მაგრამ დაბრიტო გვინდოდა რა ეგეთი ესეთებიც ყოფილა. რა თქმა უნდა, ჯერ ესეთის ვაზიანებდი იმ ადამიანებს პირველ რიგში, ვისთანაც თანაცხოვრება მქონდა და ის ყველაზე მეტად ეს ადამიანები ზიანდებოდნენ, ხო? ასევე, ნუ მეგობრებსაც, ახლობლებს, ნუ კოლეგებს ყველანაირი სიმთვრალე მქონია ისეთი ასეთის აგრესიული და შეიძლება საყვარელი და ასე შემდეგ. ერთია რომ გარემო გიბიძგებს, მიხვდი, ანუ უკვე გაიძულებს გარემო საყვარელი ადამიანები რაღაცა უახლოესი წრე რომ ეხა შენ ცოტა აზზე მოდი და სადღაც ეგეც გეხმარება რომ რაღაც ნაბიჯი გადადგა რა. ეგ ფაქტორი იყო. აი, ის რა არის, აი მეც ესე მეგონა რომ შეიძლება არც ყოველ შემთხვევაში ჩემ გამოცდილებით არ მომეხმარა, იმიტომ რომ ბევრჯერ მაი გითხარ რომ მიცდია რომ სხვა ადამიანის გამოდ ვიტყვევდი ვითომ კი ჩემ გამო მაგრამ ნუ რეალურად რომ აი ურთიერთობის შენარჩუნების ხო მაგალითად რომ გადადგა ეს ნაბიჯი იმიტომ რომ მართლა ძალიან დამღლელია ხა ეს ყველაფერი და მაგრამ მაინც მე რაღაც მომენტში რაღაცას გაძვრები რაღაცას მოიტყვებ რაღაც მიზეს ყოველთვის გამონახავ რა იმიტომ რომ პირველ რიგში შენ უნდა გინდოდეს რა და რეალურად ყველა ეს ადამიანი მართალი იყო რა რომ ანუ რომ ჩემი თავის გამო უნდა გავაკეთო ეს და არა რაღაცის და ვიღაცის გამო რა. აი რეზუმირება რომ გავაკეთოთ ამ თემას რა. ეხლა რა ეტაპია? აი შინაგანად რა შეგრძნება არის? მესმის რაც გამოხატე რომ შეგო თითქოს არც დამიგლევი ეგეთ შეგრძნება. როგორ ფიქრობ? ანუ გასაგებია რომ იმის რაღაცა თქმა რომ ზეგამდე აღარ დავლევ ან საერთოდ აღარ დავლევ ან ზეგ დავლევ სისულელია მაგრამ შეგრძნების დონეზე. შეგრძნების დონეზე იცი რა არის? შეიძლება აი ეხლა აქედო რომ გავალ ეხლავე დავლი ანუ არავინ არ იცის ხო ეს? არა ხო. მაგრამ ეს ანუ ყველაფერი უნდა დაუშვა ადამიანმა და არ უნდა რაღაც გაყეყეჭდე და დავიწყო ხო მტკიცება რომ მე არასდროს არ დავლევ ამის თქმა ხო ეხლა ძალიან ის არის რა ბავშვური ის არის რაღაც მიამიტური ის არის მაგრამ რეალურად აი არანაირი სრული არ მიჩნდება და ძალიან ბედნიერი ვიქნები რომ რა ვიცი ისე დავბერძე და მოგდე რომ არასდროს აღარ მივიღო ალკოჰოლი იმიტომ რომ საკმარისზე ბევრი მივიღე და არა მხოლოდ ალკოჰოლი საერთოდ ვამბობ რა აი რაღაცა რაც შემიცვლის თქვათ ჩემს ცნობიერებას და ემოციებზე იმოქმედებს და ამიტომ არანაირი სრული არ მიჩნდება ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ აი ხო არის ნორმალური რომ თქვათ შეგეძლოს რომ სადღაც ვახშამზე ან დაბადების დღეზე რომ ხანდახან გაერთო და დალიო მაგრამ არ მინდა რა ისედაც კარგად ვცნობ თავს და ისედაც ბედნიერად ვცნობ და ადრე აი საერთოდ ვერ წარმოვედგინე როგორ შეიძლება ადამიანმა რა ვიცი გაიღვიძო და ბედნიერი იყო და რაღაც გიხაროდეს თუ არ დალევ რა აი ნუ არ მესმოდა და სხვა ადამიანებიც ხო და სხვა ადამიანები რომლებიც არ სვავდნენ ხო ის ადამიანები ჩვენთვის რაღაც მოსაწყენი ხალხი იყო ნუ ან თუ ხიზელი იყო რა ხო ნუ სხვა რაღაცის ქვეშ როცა არის სხვა ადამიანი იმისთვისაც ვიღაცა ვინც თქვათ იგივე რაღაც ზემოქმედების ქვეშ არის იმასთან შეუძლია და ეხა ესე მოხდა რომ ბუნებრივად გარემო აი ესე მოხდა რომ გარემო თავისით შეიცვალა ჩემს გარშემო მიუხედავად იმის რომ ძალიან მიყვარს რამდენიმე ჩემი მეგობარი და მაგრამ აი აღარ გოს რაღაცნაირად ბუნებრივად მოხდა ისე კი რომ მე ავიგრძალე და ან იმათ არ უნდათ რომ რაღაცა ტრიგერის პონჩი გაიჩითონ ჩემ ცხოვრებაში და რაღაცა მიფრთხილდებიან არა უბრალოდ რაც ბუნებრივად ისე მოხდა რომ აღარ გოს ისეთი გადაკვეთის წერტილები. ვიღაცასთან თურმე მხოლოდ ალკოჰოლი მაერთიანებდა. ხო, აი გაღმოჩენები იქნებოდა ყველა პონჩში. ვიღაცა შეიძლება პირიქით ვაღიზიანებ მე რო ფხიზელი ვარ და როგორც მე არ შემილოს ფხიზადან დღე იმათ არ შეუძლია და მოსაბეზრებელია ჩემთან ურთიერთობა. მე ცხოვრების წესი თავისთავად შემეცვალა. ანუ ეხლა იმ ეტაპზე ვარ რომ გარდა იმისა რომ ეხლა ის ალკოჰოლი კიდე ერთი რამე არის, მაგრამ აი იმდენად შემეცვალა ყველაფერი ვცდილობ რომ შინაგანათაც აი ბევრი რაღაც თვისებებით შევცვალო რა. ნუ მაგალითად ძალიან ვცდილობ რომ სხვა არ დავადანაშაულო, არ განვიკითხო, არ შევაფასო, არ შევადარო. ძალიან რთულია მართლა ხო, თუნდაც აი რაღაც მეგობრები რო ვიკრიბებით, ეხეთ დაჯექი და აი სულ რაღაცა გიბიძგებს რომ ვიღაცა თუნდაც ხუმრობით რაღაც თქვა, ხო? მაგრამ ეგაც მე ბევრი რაღაც სხვადასხვა სავარჯიშოები, მედიტაცია, ბევრი რაღაცა არის, რაც გეხმარება
რაღაც ცნობიერების შესვლაში რა. ის რა დისციპლინა, მე არასდროს არაფერს არ ვაკეთებ, იმითი რაღაც ძალიან ძალდატანებით რა, ანუ ბუნებრივად რაც შემიძლია, ადრე ვდგები, შედარებით ვიდრე ვიღვიძებდი, ვარჯიშობ, ეხა ბოქსზე დავდივარ, იქ საფხულობით ნუ ფეხბურთს ვთამაშობ ეზოში, ვცდილობ რომ ჯანსაღად ვიკვებო, მაგრამ ეს არ არის რაღაც ის იდეა ფიქსი რომ მაინც და მაინც ჯანსაღად უნდა ვიკვებ, ბუნებრივად ჯანსაღად რო ვიკვებები, რაღაც ჯანკი ხანდახან კი ვჭამ როგორ არა, მაგრამ დიდად აღარც მინდება მაგალითად, ხო? შაქარი საერთოდ აღარ მინდება. რა მაგარ რეჟიმზე ხარ ასო? ხო და ეს ეხლა ესეთი სამოსა ხვალ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ვიღაცისთვის ეს საშინელება და მოსაბეზრებელი რა აზრიოს შაქრის გარეშე ცხოვრებას და ის რაღაცა, მაგრამ ვიღაცას ჩემთვის ეხლა ესეთი ეტაპი არის და მე ესე მოხდა რომ მე აი აქამდეც ნუ მქონია ხო სურვილი რომ შვილი მყოლო და ამაზე მიფიქრია და ნუ რა ხან ისე იყო ხარ ნუ არ მოხდა მოკლედ ეს აი ხლა შეიძლება დავსაჩუქრდი კიდევაც რომ რაღაცა შევცვალე და შვილიც გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში და ბევრად მეტი რაღაცნაირი მადლობა ჩემ მე რაღაცნაირი ესეთი პასუხისგებლობაც გაქვს. სუპერ, მაგარ თავხაზე ხარ ასწორებს. ეხლა შენ ერთი ასპექტი ახსენე სანამ სხვა თემაზე გადავალ. აი, უნდა ჩაგეკითხო რა, просто კითხვა თქონდა და შენ დამასწარი. ანუ აი, როდესაც ეგეთი ის გილაკდება რა, შიდა განაწესი. ხო. დაუშვებელი ხდება რომ ეს სიტყვაზე ხო არის კულტურულად ალკოჰოლის მიღების რაღაცა დოზები. ინდივიდუალურია, მაგრამ ალბათ შენც რაღაცა გექნება შენი დოზა სიტყვაზე, რომელიც просто პროგრამა მინიმუმია, კარგი განწყობა არის და არაფერს არ აზიანებს. ანუ მაგ ხარისხში გადასულა ტეხავს მაგ დროს მარცხია? არა, ესაც შენ თავზე არის დამოკიდებული. იცი რა, რეალურად აი ცოტა მეცნიერულ თუ მივდგებით, თქვათ, რამდენი წელი ცვავდი ის უნდა ის მთელი ის ფორმულა უნდა გაყო რა თვეებზე, მიუმატო, გამოაკლო რაღაცა დაახლოებით მე ნუ 3 წელი არ უნდა დავლიო, რომ აი ნეირონებმა ახალი ნეირონები წამოდეს და ის დაივიწყო. აი მაგალითად ერთხელ ვცადე უალკოჰოლო ლუდი, იმიტომ კი არა რომ რაღაც ალკოჰოლის გემო მინდოდა, აი რაღაც ესეთი მომენტი იყო, რომ უბრალოდ უალკოჰოლო ლუდს აი იმის რაღაც გაგრილებისთვის თუ რაღაცისთვის და ეტყობა ტვინს ახსოვდეს მომენტი, რომ აი ერთ კლუბზე დამემართა ეს მოდუნების მდგომარეობა, აი ლუდს რაც ახასიათებს და სიცხეში რა, ხო. და ამ დროს ვიგრძენი რომ ეს კი ტვინს არ აქვს ეს მომენტი დავიწყებული, ძალიან უცნაური იყო რა, ანუ ბევრჯერ წავიკითხე აშკარად 0-დან 0 ეწერა და მე კიდე ChatGPT-ს ვკითხე რომ ცოტა ხო არაფერი არ არის. როგორც უშაკო კოკაკოლაში ან რაღაც სხვა იმაში არა 0 არის, არ არის, აქაც არ არის. მაგრამ არ მინდა ეს ხა ის უბრალოდ რაღაც ეს ექსპერიმენტების ჩატარება, იმიტომ რომ საერთოდ არ მინდება სურვილი, ნუ აი როგორც აზარია. ხო, და ამიტომ ეხლა ამაზე ხა სხვა დროს მე რა იქნება არ ვიცი თქო. მე გისურვებ რა ხოდიც გაქვს, აი ეგ ხოდი კონდეს, როგორი გეგმაც გაქვს, რაღაცა იყოს პროგრამა მინიმუმი, რა მინდა იცი კითხო. რაღაცა აი მუსიკალური სფერო რო ავიღოთ, მუსიკა რო ავიღოთ რა, ნებისმიერი მიმდინარეობა არის უკვე რაღაცა წარმოდგენა არსებობენ ტიპები, რომლებიც უმაღლეს საფეხურს წარმოადგენენ რა თავის მიმდინარეობაში. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში შენ მიმდინარეობაში რაღაცა უმაღლეს საფეხურს ეხარ რა. და აი ამ პრიზმიდან მინდა რომ კითხო რომ ისევ რაღაცა თითქოს ალუზია ალკოჰოლზე, მაგრამ უფრო ის მითი მინდა რა, ან დავანგრიო, ან გავაправოთ, რომ არსებობს ესეთი მითი ბევრი შემოქმედის გამსმენია, რომ ერთი მხარეს და მეორეც, რომ თრობა ნიშნულობა არ აქვს, რას დაარქმევ რა. შემოქმედების ხარისხს ან აღრმავებს, არის ესეთი თეორია და უფრო დერსკი და ღრმა და ისტორიული რაღაც იქნება, ან ნუ სრული დეგენერატობა არის და დესტრუქცია არის და პროსტა ამას გვიან პოსტფაქტუმ აღიარებ რა. შენ შემთხვევაში ყოფილა რომ აი რაღაც ან ხელი შეუშლი, ან დაგხმარებია, როცა მაგ ხარისხის მუსიკაზეა უკვე ლაპარაკი რა და ეს არ არის პროსტა სადღაც ფემაში უკრავ რა. გეტყვი, იცი როგორ არის, რაღაცეებში გეხმარება. მაგრამ მე ბევრად უკან ხევს და მეტ დეგრადაციას იწვევს. ნუ ჩემ შემთხვევაში ასე არის. აი როგორც მაგალითად იძახიან რომ თქვათ ადამიანი რომელმაც შეიძლება რაღაც მოიხმაროს LSD და ან სხვადასხვა ეს და შეიძლება რაღაც ისეთ ტალღაზე აღმოჩნდეს, სადაც სხვა ადამიანი იქ შეგნებულად შეიძლება აი ბევრი მედიტაციის და ლოცვის შედეგადაც აღმოჩნდეს რა. მაგრამ უბრალოდ ის არის პრობლემა, რომ შენ იქ შეგნებულად შედიხარ იმ მდგომარეობაში
და ეს ცნობიერება შეცვლილი გავს ბევრად უფრო მზად ხარ ამ ყველაფრისთვის და აი თუნდაც ეხლა LSD-ს გამოცდილება არ მოხდა არ ვიცი მაგრამ აი ალკოჰოლის დროს რაც ხდებოდა რომ მოდიოდა უამრავი იდეა უცებ რაღაც ენდორფინები რაღაცის გაკეთების მთელი ღამე შეიძლება მე მუშავა და მე ძალიან ფხიზელზეც მომწონდა რაც თქვა არა ფხიზელმა გავაკეთე კი მაგრამ სხვა რაღაცეებში რაც მოვყევი ისე მხევდა უკან რომ რეალურად ეხლა მივხვდი რომ კი მქონდა ეგ მომენტი რომ ეხლა რომ ფხიზელი რო იქნები რა შეიძლება ვერაფერი არც დაკვრა მომიდეს და ცოტა ხანი ესეც იყო რა მაგრამ მე ხვდები რომ რეალურად ეგ ჭირდება რომ აი უკან დაგიბრუნდეს ეს შეგრძნებები ფხიზელს ხო ის რაც თქვათ რაღაცის თრობის შედეგად იღებ ხო ეს ყველაფერი შესაძლებელია რომ ზუსტად იგივენაირად და 10-ჯერ მეტჯერაც გამოიმუშაო ფხიზელმაც და იგივენაირად პროდუქტიული ხდები და ბევრად უფრო პროდუქტიული შეიძლება გახდე ანუ რეალურად ჩემს შემთხვევაში ეს მითი იყო რომ მე თვითონვე დავამსხვრიე თუმცა არ გამოვრიცხო იმის რომ იმ მომენტში ბევრ რაღაცაში დამეხმარა კიდევაც რა აი სხვადასხვა მხრივ შეიძლება რაღაცა სითამამეც ხო ხო სითამამის თემა ალბათ თუნდაც აი სითამამე რაღაცა ექსპერიმენტის მიმართ ხო რასაც შეიძლება ესე ფხიზელი უფრო ისე რაღაცა შიშიდან რაღაც ესე სხვანაირად მოვყურებოდი და ამიტომ მგონია რომ რაღაც მოკლედ რაც ხდება ყველაფერი ისე ხდება როგორც ალბათ უნდა ხდებოდეს და არაფრის შეცვლა ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა ხდებოდეს ბაზარიანად ეს რაც ხდებოდა ესე საჭირო იყო ესე იგი და ეხლა რაც ხდება ესეც საჭიროა რა კარგი ფილოსოფია მე მიყვარს სტატუსს მქონდა ეხლა გადავახატე მაგრამ აქ მეწერა რომ ხო რაც ხდება ესე იგი უნდა მოხდეს ეგეც წარწერა მქონდა ოდესღაც იცი რა მეკითხო ხელოვნების სფერო ну кай მეც ხელოვანი ვარ შენც ხელოვანი ხარ და ბევრი მიმდინარეობა არსებობს რა არის სიტყვაზე რატო ჩავაცივდი ალკოჰოლს არ ვიცი twins ხო არ გიპოვა ალკოჰოლის თემაზე ჩესნად მითხარი და ეგრევე ნასზე წავა არა მაყურებელი ზუსტად ვიცი რომ გამოყვება ბოლომდე ну თუ twins ბურღავ მითხარი და შენც მესროლე თუ გინდა просто იმდენად მაინტერესებს ხო ხტო იმიტომ რომ რაღაცა ლეველის პროფთა როცა ლაპარაკობ ის პრიზმა მე ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ეგ გავიგო რა აი სად მიმყავს ლაპარაკი უყურე სიტყვაზე სპეციფიკებს აქვს თავისი რაღაცეები რა შენი სპეციფიკა არის ინსტრუმენტთან ერთად დაკვრა ჩემი არის სცენაზე გამოსვლა ტექსტის ბლა 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 და რაღაცა თამაში ხატვისთვის არის სხვა, მოქანდაკისთვის რაღაცა სხვა. ანუ ალკოჰოლი სადღაც შეიძლება დაიწვას შემოქმედების დროს და პროცესს ხელი შეუშალოს, სადღაც შეიძლება გააძვრე, გამოძვრე. ანუ მე არასოდეს არ დამილევია ესე, მაგრამ ჩემი კოლეგები, საოცარი არტისტები, დიდი არტისტები, ჩემთან ერთად სცენაზე მდგარან და ჩაუგუგიათ ან რაღაც გენიალურად უთამაშიათ. ეს უკვე ალბათ სკილებზე არის, ვინ როგორ შეძლებს ამ მდგომარეობის დროს გამოხატოს შემოქმედება. აი შენ თუ ქონია გამოცდილება რომ რაღაც აი მაგლეველის კონცერტზე გასულ ხართ ხო? მაგლეველის კონცერტზე უფრო იშვიათად შეიძლება აი უფრო იცი როგორ ნუ აი კლუბში როცა თქვა უკრავდი ხოლმე სხვადასხვა არტისტებთან ერთად იქ უფრო მიმიცი ამის ნუ ჩემი თავისთვის ამის უფლება იმიტომ რომ სხვა კონცენტრაცია საჭირო და ნუ ცოტა მოდუნების საშუალება გაქვს უფრო აი ელექტრონულ მუსიკასთან როცა და შეცდომაც გეპატიება რაღაც პონჩი ხო ნუ არ გეპატიება რა თქმა უნდა მაგრამ იქ ყველა ისეთ იქ სმენელიც განსხვავდება სმენელი არ არის ისეთი კონცენტრირებული არ არის ის სიჩუმე რომელიც თქვათ ის პატიობს და ჭამს რა უფრო სწორედ რა ის ცოტა ხმაურიანი მომენტები და გამოძრომის საშუალებები უფრო არის მაგრამ ყოფილა ისეთი მომენტები როდესაც ნუ მეორე დღეს რაღაცა ვიღაც თორს უყურებ და ნუ საშინელება და მაგრამ აი რაც შეეხება აკადემიურ მუსიკას ძალიან იშვიათად თუმცა ესეც ყოფილა მაგრამ აკადემიურ მუსიკაში რა არის ხა მე მაგალითად ბექა გოჩიაშვილი ხო ფენომენალურად უკრავს მან რაც არ უნდა ალკოჰოლი მიიღოს გარდა იმისა რომ ბუნებრივად ესეთი რაღაცა ნიჭი აქვს რომ მაინც იდეალურად დაუკრავს ნუ მაინც არის მომენტი რომ კლავიშებია ხო და მილიმეტრი აგიცდა. თქვათ ჯერ არის თრობის ის მომენტი, როდესაც უკვე ისე ხარ, მაგრამ ხედავ, ხო? ხო. და მე არ უკვე ვეღარ ხედავ, ხო? მე არ უკვე ვეღარ ხედავ, მაგრამ თითით შეგრძნება მაინც გავს. ბოლოს იმედი გაქვს, საერთოდ მაინც იხარ, ხო? თეთრი კლავიში ამხელა, ნუ შავი ოდნავ პატარა, მაგრამ ნუ ძალიან ცუდად, ძალიან თრალი უნდა იყო უკვე, რომ საერთოდ ამის შეგრძნებაც აღარ ქონდეს და ამ მდგომარეობამდე ну იშვიათად მოდი ესე ვთქვა მე რადგან მაპატირო უბრალოდ მინდა რომ რაღაცა გავარკვიო ანუ მე რატომ ესეც ვერ ყვევი ინსტრუმენტებში
შენი ინსტრუმენტი, ანუ გიტარისგან განსხვავებით არ აქვს ლადები. ხო, მაგის თქმა მიწოდა ზუსტად. ხო, იქ მილიმეტრი არის ხო? ვიოლინო ალტი, ხო, ალტი ცოტა დიდია, ხო? იქ არ არის ლადი, ხო, იგივე როგორც გიტარა, ფორტეპიანო შეიძლება რაღაც დაომიზნო და არის ყველაფერი ყური და ყური ძალიან ადვილად დუნდება. აი, სიმთვრალის დროს ყური შეიძლება არსებობს რაღაცა სხვა რაღაცა ნივთიერებები, რომლის დროსაც ბევრად უფრო ის კონცენტრაციას იწვევს და მინახავს სხვა ადამიანები როგორ რაღაცნაირად კონცენტრირებულან და რაღაცნაირად სკილებიც გაჩენიან. მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში ალკოჰოლი პირიქით გადუნებს, ხო? და ეს ყველაფერი სხვანაირად გელანდება იმ მომენტში და გეჩვენება და მე აბსოლუტურად სხვა რაღაც შედეგს იღებ, ხო? ანსამბლშიც უკრავდი ევროპაში, იქ ერთმა ჩემზე ბევრად უფროსმა, რომელიც ასევე ბევრი გამოცდილება ჰქონდა დაკვრის და დალევის. აჰა. ესეთი რაღაცა მითხრა, რომ აი დილითო პახმელიაზეო, მაგრა უკრავთო რა. და მე ვთქვი პახმელიაზე ძალიან ნუ როგორ უკრავთ. აი დაუკვირდი, უკვე გახურებული ხარ, აღარ გჭირდება ხელებს გახურება, გონებას გახურება, ყველაფერი ხურსო და დაიჭირეო დილითო და ნახავ იქ რეპეტიციაზე ჩაწერზე რა მაგარი შეიძლება. აი ესეთ რაღაცა მითებში და ყვილებში ესე ცხოვრობთ ადამიანები და რა ვიმართლებს, ხო, ვიმართლებს ისა და მე კიდე რა იყო იცი რომ იმ დროსაც ყვებოდი რომ ის კლასიკურ მუსიკაში ვინც მყავდა ბავშვობაში რაღაცა ნუ აიდოლები ფეხბურთელებს უფრო კერპებად ფეხბურთელები უფრო მყავდა იმ ასაკში მაგრამ ნუ უკვე როცა ცოტა ასაკი მომემატა ყველა ალკოჰოლიკი იყო რა დღემდე არიან და მე მგონა რომ ეს ნორმალური არის აბა რა ამდენს უკრავდა რატომაც არ უნდა ანუ ხო მაგა რომანტიზირებას ვიძახი კულტურიდანაც და არა მარტო ხო და რომ ნორმალური იყო ეს და მე ის ადამიანები ვინც მე რო გავიცანი და იმათთან გაკვეთილები მქონდა და ფესტივალი და ისა ანუ დალევად შემადგენელი თუმცა ყოფილვარ გიდონ კრემერი არის არაჩვეულებრივი მევიოლინე რომელიც საერთოდ არ სვავს და რეპეტიციის შორის კი მქონდა ძალიან ისეთი ახლო თბილი ურთიერთობა მაგრამ იმათთან უფრო მაინტერესებდა იმიტომ რომ ის სხვა იყო იმ პრიზმიდან მე თვითონაც ცოტა უფრო შებოჭილი გრძნობდი თავს იმიტომ რომ მის წინაშე არ მინდოდა ბევრი ალკოჰოლის მიღება და ბაზარი არა აი ბევრი ესეთი რაღაცა ბევრი ეხლა შეიძლება გვიყურებს და რაღაცებს დაინახავს. უცილებად დარწმუნებული. გაეცინება პირველ რიგში ალბათ, ხო? ყურე აკადემიური მუსიკა ახსენე რა. აი ხო არის რაღაცა რაღაც პონჩი გონია რომ ეგო იმდენად მნიშვნელოვანი არტისტისთვის რა მაინც ძალიან ეგოისტები და ეგოცენტრიკები ვართ რა და ტაშზე ორიენტირებული ტიპები და ამბიციურები ჯანსაღჩარჩოებში იმედია რის თქმა უნდა იცი არასოდეს არ მესმოდა ხოლმე როდესაც შეგიძლია კონდეს სოლო კარიერა აი მე აი რეგვენს ზედაპირულად ცოდნეს სფეროსი ამიხსენი შინაგანი შეგრძნება ანუ რატო უნდა გინდოდეს იყო ორკესტრის ნაწილი მიხდი აი რაღაცა და ამ დროს ალტერნატივა იყოს სოლო კარიერა. აი ცოტა მაგას ვერ ხვდებოდი რა. პრესტიჟულია უფრო? არა, მოდი იცი როგორ რაღაცა არის, ხა საქართველოს მაინც განსხვავდება ევროპისგან და ამერიკისგან, სადაც აკადემიური და სიმფონიური და ეს კლასიკური მუსიკა სხვა ლეველზე არა მხოლოდ კონცერტების სიხშირით და ხარისხით, არამედ ფინანსურადაც. ევროპაში გაქვს შესაძლებლობა რომ ორკესტრიც უკრავდე, მასწავლებელიც იყო, სოლისტიც იყო, ბევრი და ბევრად ეს შემოსავლებიც იზრდება და რაღაც სრულყოფილების განცდაც გაქვს, იმიტომ რომ ყველა მხრივ დატვირთული ხარ და ჩვენზე ალბათ 20ჯერ და 30ჯერ მეტი ჰონორარებია ევროპაში ორკესტრში. თუმცა ეხლა საქართველოს რაც შეეხება, ну ჩვენთან ეხლა ბევრად სხვანაირი ეკონომიკური მდგომარეობა არის და როგორი რაღაცა იცი რომ თქვათ დაამთავრე კონსერვატორია ხო ან კონცერტებში სწავლობ და უბრალოდ ფინანსური პრობლემები გექნება და ну ვეღარ ელოდები იმ რაღაცა მომენტს როცა თქვათ სოლო კარიერას ბევრად მეტი ლოდინით ბევრად მეტი რესურსის ჩადება ჭირდება და უბრალოდ მიდიხარ რაღაცნაირად აი ამ ეგ არის ერთ-ერთი თავარი მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი ესა რომ დათმობაზე მიდიხარ საკუთარ კარიერასთან და არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან, რომელსაც შეიძლება სოლო კარიერა ჰქონდეთ, მაგრამ იგივე ამ ფინანსური მდგომარეობის გამო იძულებული ან ვიღაცამ თქვათ სტუდენტობის დროს თქვათ ცოლი მოიყვანა, შვილი გაუჩნდა და ნუ უკვე მაგ დროს უკვე სოლო კარიერაზე ფიქრი ცოტა ის არის რა. ხელი შეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეხლა სახლში თან ბავშვის პამპერსი გაქვს საყიდელი, ამაზე ფიქრობ და თან კიდე სოლო კარიერა, სადაც საათები უნდა იდგე და
ძალიან თუ კლასიკური მუსიკა იმით არის კიდე რომ რთული რომ შეიძლება აი 2 დღე რაღაც 4 ტაქტი უკრა და არ გაცდე იმ 4 ტაქტს რა, აი ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამ ყველაფერს, მით უმეტეს აი სიმებიან ინსტრუმენტებში რა, კიდე ცალკე სირთული არის, ხა ესე ჩანს რომ შეიძლება არ ვიცი ვიღაცისთვის რაღაც ტრიპენია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია. მე ხა მეორე არის იგივე როგორც შეიძლება შენთან თქვა, ხო, ვიღაცას აქვს თავარი როლის ვიღაცას აქვს თავარი როლი და უმეტესად მე ვხვდები თქვენი მხრიდან ეგ როგორ აღიქმება რა. აი ზუსტად ეგრე, აი მაგალითად ხო არიან შენი კოლეგები, რომლებიც თქვა თეატრში აქვთ რაღაც მეორე ხარისხოვანი ქორუსი და ესე, ხო, იგივე საოპერო, ხო, ოპერის მოყოლები და ზოგი გუნდში მღერის, ხო? ნუ იქ მონაცემზეა დამოკიდებული, ხო, იქ რაღაცა შრომის მოყვარეობაზე, გამართლებაზე, ფინანსებზეც იგივე, ბევრი ფაქტორი არის. ხა მე მაგალითად მე აი ძალიან შემთხვევით როგორ თქვა, მაგრამ არ ბავშვობიდან არ მქონდა როგორც აი ჩემი კლასელები იყვნენ, რომ აი უნდათ რომ მე ვიოლინო პიანისტი, ხო? ფეხბურთი მინდოდა, ეზოში მინდოდა, იქ რაღაცა შატალო, რაღაცა აი არ მაინტერესებდა ხა ეს ვიოლინო და საერთოდ არ ვაპირებდი მუსიკოსებს. და აი როგორც ხდება, ხო, სახლში რომ შეგიყვანენ მშობლები და ინერციით რომ დადიხარ. მე დგება რაღაც მომენტი, რომ იმის გამო მუსიკაზე დადიხარ, იქ სკოლაშიც ისე აღარ სწავლობ, სკოლაშიც ცუდი ნიშნები გავს, მუსიკაშიც ცუდი ნიშნები გავს, ყველგან ცუდი ნიშნები გავს. გამოგდის ემატება. არ გამომდიოდა რეალურად. აი ბავშვობიდან არ მეცადინეობდი, ხან ხელს ვიტეხავდი, ხან რაღაცა ინსტრუმენტს ტეხავდი, სულ რაღაც მიზეზები არ მთავრდებოდა და ბოლოს უკვე აი ალტს და ვიოლინოს შორის განსხვავება ის არის, რომ ალტი ცოტა დიდი ეხა ვერს ხო ეშლება ეხა და ბავშვობიდან მახსოვს რომ გიორგი ცაგალი ვიოლინო წერია და ხან ჩელო და აღარ ეწერა, მაგრამ ის არა ქვია ალტი ხო ნუ просто ფლეიტა დავიცი ჩელო ისეზე შემოდებული ალტი კიდე ცოტა ალტზე გადადიან ხოლმე ზარმაცი მე ვიოლინეები რა და ჩემ შემთხვევაში ესე იყო იმიტომ რომ დაწყებით კლასებში ალტის რეპერტუარი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვიოლინოს რეპერტუარი. და ამიტომ ალტზე გადადიან, რომ ვისაც ეძერება, მაგრამ მე უკვე დროთა განმავლობაში, რადგან მე-20 საუკუნიდან უკვე როგორც სოლო და ინსტრუმენტი გახდა და განვითარდა, მე უკვე თანამედროვე მუსიკის შესრულება და მე-20 საუკუნიდან დღემდე რო გიწევს თან ნაწარმოების შესრულება, მე უკვე ძალიან რთულდება და მე ცოტა უკვე ის ხდება რა, ანუ ალტზე ან რაღაც კარგად უკრავენ, ან ძალიან ცუდად უკრავენ. ეს საშუალო მათ არ გამოდის მათ. ახლა მე ვინები ხა ბევრად უფრო მეტნიც არიან ორკესტრშიც ბევრად დიდი სექცია ხო ჯგუფი ვიოლინეების და ვიდრე ჩელოზე სხვა პრობლემაა რომ აი ბავშვებს თრევა ეზარებათ მე თუ შენი ხარჯებით მიდიხარ გჭირდება რომ იყიდო ცალკე ბილეთი ჩელოსთვის ეს კიდე ცალკე ამბავია ხო კონტრაბასი აღარ მოსწონს ხო და მოკლედ ხო პრინციპს მივხვდი ახლა რას თქვენ მე რა პარალელი მინდოდა იცი გამლო მაგალითად მოდი გამოვრიცხოთ ის პირობითობა რომ საქართველოში ხდება ავიღოთ უტოპიური ქვეყანა სადაც ყველაფერი ყველგან იდეალურადაა ხელფასებს გულისხმობ ანუ აი მაგალითად თეატრი და კინო რო გავმიჯნოთ რა ერთმანეთისგან დასავლეთში სიტყვაზე აღქმა არის ესეთი რომ კინო რა თქმა უნდა უფრო რაღაცა მასობრივი ფენომენი არის შესაბამისად უფრო რჩება და ფინანსურად ბევრად უფრო რაღაცა დერსკი მოდელია ვიდრე თეატრი მაგრამ იქაური არტისტებისთვის თეატრში თამაში ეს არის პრესტიჟი თუ არ იქნება ეს ბროდვეის სიტყვაზე რაღაც ინგლისის მნიშვნელობა ანუ ის სკილები შენ თუ იქ თეატრში თამაშობ ეს ნიშნავს რომ ნუ ძალიან დერსკი ხარ ესე იგი რა ანუ მანდაც ეგ პონტი არის ორკესტრი განასახიერებს აი როგორ ჩემთან თეატრს არა იცი როგორ არის მან ეხლა გეტყვი ხა მაგალითად ხო არის რომ ყალიბდება მსახიობ ეხლა მაგალითად ხო პაჩინო ნუ ყველამ რახან იცის რომ იქაც თამაშობს და იქაც და ეგ მაგრამ არიან ხო მსახიობები რომლებიც თეატრში არ თამაშობენ მხოლოდ კინოში და პირიქით ხო რაც შეეხება კლასიკურ მუსიკას იქ როგორ არის ჩვენგან განსხვავებით ევროპაში რო სწავლობ მე უკვე როცა მასტერზე აბარებ ხო იგივე ჩვენ მაგისტრატურა და იქ ირჩევ რა ან პედაგოგიკაზე აბარებ და პედაგოგი ხდები მუსიკის ან უკვე ვიწრობ ან ორკესტრის არტისტოზე აბარებ ორკესტრის მუსიკოსი ხდები ან სოლისტი ხდები ან კამერული მუსიკა ანუ იქ ბოლო წლებში უკვე სწავლის ბოლო წლებში და ეს ასპირანტურა და მაგისტრატურა უკვე ზუსტად იქ მიდიხარ რაც საერთოდ კენას და ანუ ჩამოყალიბებულია საკუთარ თავში ადამიანი და არ არის ისე რომ მე ორკესტრში დაუკრა თუ ის რა ქვია კონკურსზე გავიდე მე ვიოლინეებს ხო და რას ყვებოდი რომ მე არასდროს არ გავსულა კონკურსზე ნუ 1-2 ისეთი ძალიან დაბალი დონის კონკურსი აი საერთაშორისო ძლიერ ისეთ კონკურსებზე არასდროს არ დამიკრავს იმიტომ რომ
მეზარებოდა იმ ნაწარმოებების სწავლა, რომელიც არ მიყვარდა. და ეს მაგრამ თავს გრძნობდი თავისუფლად. დღემდე ესე ვარ, აი ბოლომდე რაღაცნაირად პროფესიონალ მუსიკოსად არ ვთვლი თავს, იმიტომ რომ პროფესიონ მე კი არ ვიცი, ეს კარგია თქო, ახალგაზრდებს არ მინდა რომ ეს მაგალითი იმის. უბრალოდ პროფესიონალი ნიშნავს იმას, რომ შენც ხო აი როლი ხო ქონია, რომელიც მოგწონს, რომელიც შეიძლება დიდად ხო, მაგრამ მე არასდროს თითქმის არასდროს არ უკრავ იმას, რაც არ მინდა, იმიტომ რომ ეს მუსიკა ჩემთვის არის ძალიან დიდი ესეთი სიამოვნების მიღების წყარო რა და ნუ აი როგორც თქვათ, როცა დიეტაზე ხარ და აუცილებლად რაღაცა ისეთ უგემური საჭმელი უნდა ჭამო, ვიცი რომ ნუ აი შეიძლება ესეთ შემთხვევაში სადღაც ან ხათრით, ვიღაცის ხათრით, რომ აი ნაწარმოები მოუტანია და უთხოვი რომ დაუკარიან ვიღაცას დაუპირდე, ისაც თითქმის არ ვთანხმდები და თან გამიმართლა ისე რომ აქაც და უცხოეთშიც ისეთ გარემოში მიწევს ყოფნა და ისეთ მუსიკოსებთან, რომელთანაც არაფერს ისეც არ უკრავ, რაც მე არ მომწონს და არ მინდა რომ დაუკრა. მაგარი ფუფუნება, მაგრადას. ხო და ბევრ რაღაცაზე უარი მithქონს, ბევრ რაღაცაზე დავთანხმებული ვარ. თქვათ ბევრად ნაკლებ ჰონორარზე, მაგრამ მაინტერესებდა, ხო? იმიტომ რომ საერთოდ ესე არის, ალბათ, აი როგორც ეხა კინო და თეატრი ახსენე, მაგრამ ჩვენთანაც ხო შეიძლება ეხა სადაც რეკლამაში გადაგიღონ და ბევრად დიდი ჰონორარი ქონდეს. მთელი წლის თეატრის ხელფასი აიღოს სიტყვაზე. და ჩემთანაც ყოფილა სადაც საერთოდ შრომა არ ჩამიდია იმ რაღაც კონკრეტული რაღაცა ნაწარმოების დაკვრაში, მაგრამ ისეთი რაღაცა კონცერტი ან ფესტივალი რაღაცა იყო, რომ იმ რაღაც ერთი ნომრით ბევრად უფრო მეტი ჰონორარი აიღე, ვიდრე თქვა ჩვეულებრივი აკადემიური კონცერტზე სიმფონიურ ორკესტრთან, სადაც საათობით 2 თვის თან 3 თვის შრომა მაქვს ჩადებული, მაგრამ იქ სხვა რაღაც ბენეფიტებია, იქ სხვა ფიდბექია, აქ სხვა რაღაცა არის რა. ეგ ანეკდოტი გამახსენდა, არ შეიძლება იცი, 2 კომპოზიტორი ხდება ერთმანეთს რა. რომლებიც ერთად სწავლობდნენ და კურსელები იყვნენ და ერთი აი ერთ ფრენდით ჩამოფრინდება და მეორე რაღაცა ესეთი შემოტყებული დასაცმელი და ცოტა აი მართლა ესეთი კომპოზიტორები რო არიან ხო იცი რაღაც დაუვარცხნელი და მოუწესრიგებელი და საწყალი და ისე ეკითხება ეს მდიდარი რა რომ რატო გამოიყურები ესე ისეთი წარმატებული იყავიო და რაღაცა ყველა შენი გშურდაო და ნუ მე რაღაც პრინციპებს ვერ უღალატეო და გავყევი აი იმ ჩემ გზასო რა რაც დავისახეო და არც ფინანსები მაინტერესებს არაფერიო და შენო რა ქენიო რატო რა ისეთი წარმატებული რო ეს ვერტფრენი ან ალბათ რაღაც ისეთი დაწერეო ხო მაინც მიპოვე შენი თავიო და ისეთი შექმენიო არა მე ისეთი უნიჭო ვარ როგორც მაშინაც ვიყავი უბრალოდ ის ხო იციო ეი დანონ ეგ გავაკეთეო რა და და всё ცხოვრება აუ იგავი უფრო ანეკდოტი კი არ არის იგავი რაღაცა ჰეი დანონ აუ ხო მესმის პრინციპს მივხვდი ბაზარი არა და ქართველებიდან ყველაზე მეტად კომპოზიტორებიდან ხო ვის შემოქმედებაზე გიყვარს ნუ კომპოზიტორებიდან ახლა მთელი ცხოვრება ყანჩას უკრავ და ამაზეც სულ ის მაქვს რა ქვია რატო უკრავამდე ყანჩას ესეთი რაღაც ქონია ყანჩელი ბევრი არასოის არა ხო თან ესე მოხდა რომ ამ ადამიანთან ნუ აი ესეთი არ ვიცი რაღაც ძალიან მამაშვილური თუ არ ვიცი რა დავარქვა ესეთი ურთიერთობა მქონდა და ნუ მუსიკიდან გამომდინარე დავმეგობრდით და მე აი ესე და ნუ მასაც უხარავდა ახალგაზრდა ჩემთან ნიკასთან რაჯულთან და სხვა მუსიკოსებთან ესე გვემეგობრებოდა და აქ რო ჩამოდიოდან ჩვენ რომ მასთან ჩავდიოდით უამრავ ფესტივალზე ყოფილვართ ერთად და ასე ჩანაწერები და ისედაც აი მუსიკის გარეთაც ძალიან ახლობლები ვიყავით და ამ მუსიკის და მის გარეშე რაღაც იმ წლებში საერთოდ ჩემ რაც გარდაიცვალა მისი მუსიკაც აი წელს 90 წლის იუბილეი იყო და რეალურად მისი მუსიკით დავბრუნდი ფილარმონიაში ორჯერ დავუკარი დიდი ნაწარმოებია სტიქსი სადაც გუნდი მონაწილეობს და ხო ორკესტრი და მე ლვოვში უკრავდი ლვოვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ასევე ყანჩელის სიმფონიურ ნაწარმოებებს კიევშიც უნდა წავსულიყავი მაგრამ ამ ჩემი პროექტის გამო ვერ წავედი ნიკამ გააგრძელა იქ ტური ზუსტად ის დაბომბები როცა იყო მაშინ და ნუ მისი მუსიკის გარეშე არ ვიცი იცი რა არის როცა რაღაცას უკრავ და შეიძლება იმის მოსმენა აღარ გინდა მაგრამ მე აი ყანჩელის მუსიკა როგორც უბრალოდ ჩვეულებრივი რიგით მსმენელი ხო აი ესეც ხშირად Spotify-ზე მანქანაში უსმენ მის სხვადასხვა ნაწარმოებებს და ნუ თან ისე არის რომ ორი ყანჩელი არსებობს არის აკადემიური მუსიკის რომელსაც მთელი სოფლიო იცნობს მართლა საქართველოში კიდე იცი რა არის რომ აი კიდე ბოლომდე ვერ ვაცნობიერად რადონის მუსიკოსი და კომპოზიტორი იყო, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ახლა არ იცნობენ მის სიმფონიურ შემოქმედებას და არ იცნობიან, ხო, არ დადიან, ახლა უცხოეთში ჩადიან, არ მიდიან რაღაც სიმფონიური ორკესტრის კონცერტებზე, არ იციან. რეალურად ყველა დიდი ორკესტრი, ყველა დიდი დირიჟორი, სოლისტი და აი ტოკიოდან დაწყებული და ზელანდიით და იმით რა ქვია, ნიუ-იორკით დამთავრებული, ყველგან მის სიმფონიურ და კამერულ მუსიკებს უკრავენ და
ის მართალია რომ სოფლიო რაღაცა კინო არა ეს ტვილია რომელიც წერიო მონიკორე რაღაცა დაამონტაჟა ეს ფოტო გააკეთა და სანდრო ყანჩელი ჩემ მეგობარი მისი შვილი სულ ამაზე ხუმრობს რომ აი ერთმა ანახავინ გააკეთა ეს ანუ ეს ნინო როტა ის რა ქვია მორიკონე და ეს ხომ რა ადვილად დასაჯერებელი იყო ხო რა თქმა უნდა იმიტომ მაგრამ იცი რა საბჭოთა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველა იცნობს ხო გიეყაშენს იმიტომ კინოდან ხო საქართველოში ხა თეატრებიდანაც და მუსიკას და ხა ევროპაში მის კინო და თეატრის შემოქმედებას ესე არ იცნობენ ნუ რამდენიმე ესე ცალკეული კონცერტი ყოფილა მაგრამ იცნობენ როგორც სიმფონიური და რამდენჯერმე იქ რო ჩავატარეთ თქვა მაგალითად როდის ბრიუსელში და გერმანიაში ქონდა რომ დაუკარეთ ერთი განყოფილება რაღაც მისი კამერული ნაწარმოებები და მერე და სიმღერა იყო და ის იყო რა ქვია კინო და თეატრის მუსიკა არ ჯეროდათ რომ აი როგორ ესეთი კონტრასტიაო თან ხო ეხა ის ბევრად მძიმე ტრაგიკული და სხვანაირი ესეთი მუსიკა და თან ესეთი კონტრასტია და თან როგორ ერთი დონის ხარისხი არის რა ორივეში და ნუ ეხა ნიკას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში რომ არა მხოლოდ იგივე ხა ნატო მეტონიძეს აი სიმღერა ის ალბომი რაც ჩაწერა იმით ხო პოპულარიზაცია გააკეთა მაგრამ ასევე სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციაც გააკეთა საქართველოში რა ეხა იმიტომ რომ მაინც უფრო მასა ეხა კი უფრო ხო კინო თეატრის კი მაგრამ იმის აი ფილმონიაში რომ რამდენჯერაც სტიქსი არ მოვაცხადეთ იმდენჯერ გაივსო და ნიშნავს და სხვა ნაწარმოებებიც მაგრამ ნიშნავს რომ ესე კი ისეთი კომპოზიტორი რომელიც აი მას ეხა არის ნაწარმოებები რომელსაც ცოტა მომზადება ჭირდება და ეს პირდაპირ ვერ მოусმენ და ცოტა რთული არის და არის ნაწარმოებები რომ შეიძლება მომზადებელი იყოს ძალიან სხვა სიღრმე იყოს და რაღაც კონცეფცია ჩადებული მაგრამ იმ მსმენელმაც რომელიც არ უსმენს ამ ჟანრს და მისთვის უცხოა და ზოგ შემთხვევაში საერთოდ რაღაც უინტერესო ისე მოქმედის ისეთ ზემოქმედებას ახდენს მისი მუსიკა რომ აი ყოველთვის თემლიანი დაიარებოდეს რომელსაც რა მუსიკალური გემოვნებაც არ უნდა კონდეს ანუ ყანჩელი რომ მოასმენინო გათიშოს ანუ просто არ მინდა დავიჯერო რომ ეგეთი ადამიანი მინიმუმ საქართველოში დაიარება ამ გონია რომ ეგრე არ არის რა ეს რაღაც უნივერსალური ემოციის ენა რასაც ადამიანი აკეთებს თვისება ქონდა რომ აი ახალგაზრდა აი ჩვენზე თქვი რომ გვემეგობრებოდა მაგრამ აი კოლეგებსაც ძალიან გვერდში ედგა და სულ ცდილობდა რომ სხვებისთვისაც გზა გაეხსნა და ყველა მხრივ ეხმარებოდა რა იგივე შემიძლია აღვნიშნო ასევე ჩემი უფროსი მეგობარი არის სოსო ბარდანაშვილი რომელიც იზრაელში ცხოვრობს და მის მუსიკას ყველა საქართველოში იცნობს მაგალითად ფილმიდან სიყვარული ყველას უნდა და აი ესე მისი დაწერილია სხვათა შორის პირველი როკ ოპერა რომელიც მე საზოგადოებრივ კი არა ნუ მაშინ საბჭოთა კავშირის დროს იმ ერთადერთი არხი ხო რა იყო პირველი არხი თუ რაც იყო იქ გადაიღეს მაგრამ იმდენად მიუღებელი იყო იმ 70-იან წლებში ის ვია 75 მღეროდა და როკ ოპერა და მიუზიკლი ესეთი ფილარმონიაში იდგმებოდა ძალიან ისეთი დათქმა იყო ნუ წაშალეს საერთოდ გააქრეს ეს ჩანაწერი და ეხლა ის ცნობილია ასევე დასავლეთში როგორც კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი რა. ვახ ეხლა რა კითხვა დამებადა იცი ანუ აი შე რო თქვი რა რომ ის მითიაო ანუ დასავლეთის მოდი ავიღოთ იმ სოფლიო გლობალური მასშტაბი ავიღოთ რა ანუ ყანჩელის დონეც კი ანუ ყანჩელი მეგონა რომ მინიმუმ თელმა სოფლიო მიცის რა მიხვდი ანუ მაინც შემოიფარგლება ფარგლები გააჩნია ყანჩელს მაინც ნუ იცი როგორ არის რა უნდა გააკეთო მაპატირო ანუ ქართველმა კომპოზიტორმა რა უნდა შექმნას რომ გლობალზე გავიდეს ძალიან ცუდა ჭირდება ხო ეხლა მესმის რა არა კარგი შეკითხვა პირიქით იცი რატო იმიტომ რომ ყანჩელი არის მაინც თანამედროვე კომპოზიტორი, ხო? ანუ რა სულ რამდენიმე წლის წინ კიდე ქმნიდა ახალ ნაწარმოებებს. ამას სჭირდება დრო, თქვათ რაღაცა არ 50 წელი მაინც თვითონაც ამას ამბობდა, რომ აი რო გავა 50 წელი და თუ ჩემ ნაწარმოებებსაც კიდე დაუკრავენო, ესე იგიო, მე შევდექი როგორც კომპოზიტორი, რომ სიცოცხლეში როცა უკრავენ, ესეთ ბევრი ყოფილა, მე სამწუხაროდ. ეხლა ბევრი სხვა შესაძლებლობებია, ხო? ეხლა ადრე ნოტების საშუალებით ვრცელდებოდა მუსიკა, ეხლა უკვე ჩანაწერების საშუალებით და ნუ ვიდეოების და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ეხლა დღესდღეობით ვინც არიან თანამედროვე კომპოზიტორები და ძალიან მაღალ დონეზე მყოფი კომპოზიტორები, ესე სოფლიო მასამ არ იცის, იციან კლასიკური მუსიკის
მსმენელებმა, ხო? ან იციან თქვათ მორიკონე იციან, რადგან სიტყვაზე რომელიც ხო, ან იქ ვიღაცა ცოტა არის უკვე ფილიპ გლასი, ვიღაცები არის, რომლებიც კინო ხო ეხა ძალიან მასობრივი არის და ამიტომ ბევრად უფრო პოპულარული ხდება. მაგრამ რაღაცა დრო რო გაივლის, მე შეიძლება ისევე როგორც თქვათ იქ ბაროკოს დროს ან კლასიციზმის დროს ან რაღაც მე-20 საუკუნის შოსტაკოვიჩი როგორც ყველა მიცის ხო და დრო ჭირდება რომ გავიდეს რომ მე მთელმა მსოფლიომ მაგრამ მაინც იმ დონეზე ხა შეიძლება მოცარტი უკვე ნუ ხა ბახი და მოცარტი ნუ საერთოდ ყველას გაუგია ხო მაგრამ დრო არის საჭირო იმისათვის რომ აი ესეთი მასობრივი თქვათ კომპოზიტორი გახდეს მაინც მთელი პლანეტისთვის და ანუ ერთგვარი წელა სიცოცხლეში ვერ ნახავ მაგას კლასიკური ხო ნუ იმ სფეროში კლასიკურ სამყაროში ყველაზე მაღალ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ იმაზე იყო სხვებთან ერთად ხო და ის სრულიად საკმარისია და ბედნიერება არის უკვე ადამიანისთვის მეტი არ ვიცი რა უნდა იყოს და ნუ მაინც კლასიკური მუსიკა უფრო შეზღუდულია მაინც მაგრამ ეხლა უკვე საერთოდ მგონია რომ ჩემთვისაც პირადად ჟანრება საერთოდ არ ყოფ მუსიკას რა ბავშვობიდან მიყვა ეს ჩემი ეხლა რასაც ვაკეთებ 28 ივნის იმაზე არის რომ ბავშვობიდან იმდენ სხვადასხვა მუსიკას ვიღებდი და იმდენ სხვადასხვანაირი მუსიკა მაინტერესებდა და მომწონდა რომ ვერაფრით ვერ გამოვყოფ და მიუხედავად იმისა რომ კი გავყევი ამას იმიტომ რომ იმას თავის სკილები უნდა და იმას თავის ნიჭი უნდა და იმას სხვა რაღაც შესაძლებლობები უნდა გქონდეს ხო სხვა მუსიკას და მე ახლა ამ მუსიკაში მაინც უფრო ესე შემოფარგლული ვარ ამ მუსიკით და უცოტა შეზღუდული და არ მიყვარს ოდესაც იწყებენ აი კლასიკური შემსრულებები ცოტა ვითომ ჯაზს რო უკრავენ ვითომ რაღაცას რო უკრავენ და ვითომ რა კოლაბორაციები კი გამიკეთებია კორცთანაც და იქ დრო და კაიაკატა და ერეკლე და ისაზე აი ვაფშე სხვადასხვა ჟანრის ტიპებთან კოლაბორაცია რა მაგრამ არასდროს არ მიცდია რომ აი მე დაუკრა რაღაცა ის რაღაც თემა აი ვანესა მეი რო გავხდე თუ რაღაცა არ შემიძლია რაღაც ხო და მაგრამ აი ჟანრებად ფაქტიურად მომავალში ალბათ საერთოდ აღარ დაყოფენ კი რა რა თქმა უნდა რაღაც ყოველთვის დარჩება ცოტა ვიწრო მსმენელისთვის მაგრამ მე იცი რა არის ესეთი რაღაც არის ხომ აი ვიწრო მსმენელი კიდე რა არის ყოფილა რომ მაგალითად რაღაცა სიმღერაა რომელიც ცოტა ადამიანებს ეს მარტო ჩვენთან დავაფიქსირე ყო ეგეთი რაღაცა იქ და აუ არ გამიბაზრო რა იძახიან რა არ გააბაზრო და თქვათ YouTube-ზე უცებ ბევრი ნახვავს იმ ან ქართულს ან უცხოურს და რაღაცნაირად თვითონ თავისი რაღაცა დათმეს თუ არ ვიცი ყველამ რახან მოусმინა უცებ მის თვალში ეს პაპსავდება არა და პოპ მუსიკა ან პაპსაც უდაჯოს მაგრამ პოპ მუსიკა ძალიან მაგარი არის პაპსამ შეიძინა სიტყვა თვითონ ხო ბაზარი ხო რაც უფრო პოპულარული პირიქით ესე იგი რაღაცა არის მასში ისეთი ხო არ არის აუცილებელი რომ სამაკორდიანი სიმღერა იყო ანუ რატო თვლით რომ ესეთი პრიმიტიული მსმენელია საერთოდ ხო რომ რაც უფრო მარტივია მელოდია და რაც უფრო რაღაცა იდიოტური არის მით უფრო ადვილად დასამღერა არ არის ძალიან დიდ შრომას დებენ იმ თითოეულ იმ პოპ სიმღერაში რომელიც თქვათ ეხლა ძალიან პოპულარული. კი, შეიძლება რაღაცაებად რომ ვერ გაუძლოს, მაგრამ ხო. მე რა საზომი ერთეული დროა? საზომი ერთეული რა თქმა უნდა, ხო, დრო არის, იმიტომ რომ რაღაცები რჩება, რაღაცები არ რჩება. ნუ ეხლა ისეს პირობითი არის, ხა იმ არტისტისთვის შეიძლება არ იყოს, ხო? იმისთვის იმ მომენტშია მთავარი. ეხლა ან მაგალითად ბახი, რომელიც საერთოდ ასრულდებოდა მის ცხოვრებს კი ორღანზე უკრავდა, მაგრამ ნაწარმოებები აქვს ათასობით დაწერილი და არავინ არ ასრულებდა, მე აღმოაჩინეს მენდელსონმა და ასე შემდეგ და მისი ცხოვრების ან იგივე ნიკო ფიროსმანი რა ვთქვა, ხო? ეხლა წარმოიდგენდა რომ თქვათ ესე იქნებოდა და სხვა უამრავი მხატვარი იქნება პოეტი თუ რა ვიცი მოქანდაკი ხო ხო ეხლა იმისთვის უკვე ალბათ აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმისთვის ну შეიძლება მისი შთამომავლებისთვის კი იმიტომ რომ საავტორო უფლებები მაგრამ მუსიკაში ისე არის რომ 70 წლის მერე გარდაცვალებიდან სახალხო მე მგონი სხვაგანაც ესეა ეგ მაგრად ეხავს ეგ რა გაგება 70 წლის მერე ვიღაცებმა მოახერხეს რამდენიმე კომპოზიტორის შთამომავლება მაინც ეგ მარტო მუსიკას ეხება სხვა კულტურულ რაღაცები ინტელექტუალური საკუთრება მე მგონი ყველაფერს ეხება ნუ მუსიკაში ნამდვილად ვიცი 100% ეხა ვერ დავდებ თავს მაგრამ მე მგონი კი მე მგონი კი არ ვიცი აუ მე 79 წელი როა წარმოიდგინე და შვილი და რო იწურება უკვე ფული всё რო მაგრად ეხავს კი აი ხლა ერთი ცნობილი კომპოზიტორი ზუსტად ეგ 70 წლის რამდენიმე წლის წინ გარდაცვალებიდან შესულა და ის გამომცემლობა რომელიც ნოტებს უშვებდა ხო
ფაქტიურად გაკოტრდა და დაიხურა რა. იმ ერთი კომპოზიტორის 70 წლის გასვლის შემდეგ რა. 70 წელი აჭამა რა. მაგრამ ეხლა რა არის ეს მეორე მომენტი არის რომ ადამიანები არიცავენ copyrights. ვიღაცისთვის ეს არის აი იგივეაო რომ თქვა ჯიბიდან საფული ამოგაცალო რა ესე რომ დეფო. ხო და არო ისე აქვეყნებ და ან იყენებს სადღაც ეხლა მეორე მომენტია რომ აი იმდენი რაღაცა ესე პოპულარული გახდა ხო YouTube-ზე მოსმენით რომ ისე საერთოდ ვერ აღმოჩენს ადამიანი ანუ ორი მხარე აქვს მაგას გასაგები ხარ რეკლამაში ნაგლად რო გაჩნია მისი პრიზმიდან უყურებ მომპარავის თუ ვისაც მოპარეს ხო ყველას თავის სიმართლე აქვს შენ თქვი პაპსამ მესმის ან რაღაცნაირი სიტყვა არის რა პოპი და აი არის თქმა მინდა იცი პრესტიჟი რო ავიღოთ რა მცნება ერთი პერიოდი შეიძლება ეხლაც არის ესე რა რომ underground-ი უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა და სიტყვაზე მე რა YouTube-ის კონტექსტში ვარ 20 ნახვა რო ავიღოთ, მაგრამ 20 როგორი ნახვა უფრო პრესტიჟული იყო, მეთქი, ვიდრე 1000 მაგრამ პაპსა ნახვა. ეს კრიტერიუმი არსებობს? Underground-ი უფრო პრესტიჟულია? არ ვიცი, აი იცი რა არის, მე დიდად ესეთ რაღაცებს არ ვაქცევდი არასდროს ყურადღებას და ყოველთვის მიკვირდა რომ რაღაც აი იცი რა არის გასაგები რომ თქვათ ნიშნულობა აქვს რამდენი მოსმენა ექნება ხო Spotify-ზე ან რამდენი ნახვა ექნება YouTube-ზე ხო მაგრამ არის რაღაცები რომ ეხა შენ რაც თქვი ეგ შემიძლია როგორ გადავთარგმნო იცი რომ ყოფილა ეხა ჩემ მეგობარს უთქვამს რომ აი ჩემთვის ნიშნულობაა იმ ორი ადამიანის აზრი კონცერტის მერე ხო და ის დანარჩენი თქვა 1000 ფეხზე დამდგარი ტარსომი გავს ეგ საერთოდ არ მაინტერესებს ხო ანუ დაახლოებით ესეთი რაღაცაც არის ხო მაგრამ არის მესამე მაგალითი რა როდესაც გონია რომ ჩისტა არტისტი ეგოსი ფხანს ანუ შენ კარგი პირობითობა თქვი თუ 1000 კაციდან დგას ეს უკვე ჩემი გასაწყვეტია შემოქმედს მე რომელი ორის აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი მაგრამ თუ მარტო ორი კაცია ვიხდი და 998 არ მიკრავს და მე ამით ვიფხან ეგოს რომ ეს ორია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა ეს ხო აი ეგ მაგან გონია რომ თავის დროს რაღაცა ეს underground ცოტა ზედმეტი პრესტიჟი მიცა მცნებას რომელიც ნუ ობიექტურად ეგრე არა რაც უფრო წვდომაში არის და მეტი აფასებს იგებს სხვა არის ეხლა მე გეტყვი ერთ რაღაცას რაც ნუ უფრო ხვის იმაში შევდივარ რაღაცა ხვის სხეულში და იქიდან ვეცდები მაინც იმიტომ რომ მე ამას გძნობ ხოლმე რა პირდაპირ ეს ამას არავინ არ იტყვის მაგრამ გძნობ იგივე underground შემსრულებლებსაც რეალურად იგივე როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებლებსაც ძალიანაც უნდათ პოპსტარობა რა აი ძალიან ეს underground-ი არის ეს არის ერთ-ერთი რაღაცნაირი ესაც რაღაც ან ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს ან რაღაც კომპლექსია რაღაცას მალავს ამ რაღაცას ბევრი ახლა ფსიქოლოგია რო და ვერ აღვხსნი ხო ამას, მაგრამ ამას ბევრი სხვადასხვა რაღაცა მიზეზი ექნება, რატო არის თქვა რატო ითოლება ან რაღაცა ბაბლში რო არის, რაღაცა იმ ბაბლს რო აღარ ცდება და ვითომ არ აინტერესებს, ან ვიღაცა არტისტი რომელმაც შეიძლება გააუსოს ფილარმონია და ის იმისთვის პაპსა იყოს სინამდვილეში ძალიანაც შურს იმისი და ძალიანაც უნდა იმიტომ რომ ну ეს თავი რაღაც თქონა დაიმშვიდო და მაგ დროს მოდის ეგ ახსნა მგონი ვიღაცას უღიარებია კიდევაც ვიღაცა ну ყოფილა ესეთი შემთხვევა მეც მივხვდარ ვარ და ხანდახან ალბათ საკუთარი თავიც დამიჭერია იმაში რომ აი ვიღაცა ადამიანებს უბრალოდ ამას ვაღიარებ ყოფილან მომღერლები რომლებიც აი რაღაც როლში ვიყავი შესული რომ აი მე კლასიკას უკრავ და იქ შნიტკე და რაღაცა და აი ეს არის არ ვიტყვი სახას და გვარს და აი გამარჯვებასაც არ ვეუბნებოდი რაღაც ზემოდან უყურებდი და მე რაღაც გადავაფასე ყველაფერი და მივხვდი რომ რეალურად შეიძლება ძალიანაც შეიძლება თვითონ არ მომწონდა ანუ გემოვნებით ვერ მომთხოვდით ერთმანეთს მაგრამ იმან თავის სფეროში ბევრად მეტი გააკეთა და ბევრად მეტიც იშრომა ვიდრე მე და ხა მე აქ ვზივარ და რაღაცა ორი რაღაცა კონცერტით უკვე რაღაცას იმაშვები რა ქვია ხო არა გეთახვები ეგრე არის რა ხო ანუ ესეც დამინახავს საკუთარ თავში მაგრამ სხვებშიც დამინახავს და მოკლედ ეს მე არის ეს მომენტი, როდესაც სულ შედარება ხო მუსიკაში და მუსიკოსებს შორის და იგივე მსახიობებში ხო რა შეფასება, შედარება, სულ ეს არ მთავრდება ხო? სხვათა შორის ჯაზმენები არიან ცოტა სხვანაირი ხალხი. ჯაზმენები ერთმანეთს ზურგს უკან არასდროს ცუცა ელაპარაკობენ ერთმანეთის დაკრულზე. დრისგან არის გამოწვეული. აი არ დაკვირვებულ ხარ აი მე არ მაქვს ბევრ ჯაზმენთან შეხება. თუ მოხდების ის სიტუაციასაც ვინმე ჯაზმენი უკრავს და იქ გარშემო ჯაზმენები არიან. ნუ ჯერ ესეთიც ყველაფერი იციან ის რასაც აი იმპროვიზაციაც ხო იქვე მოგონილია, მაგრამ იმან უკვე იცის რა გააკეთა და აი ძალიან ასაფორთებენ რა და ყველაფერზე აი შეიძლება იმ ჯაზ კლუბში 20 კაცი იჯდეს მეტი არა მაგ 15 და
მარტო იმათვის იყოს, მაგრამ აი ძალიან უსაფორთებენ ერთმანეთს. მე კლასიკურ მუსიკაში ეს არ არის ყველა ამბიციურია და სხვა ჟანრები. იმიტომ რომ ჟანრია თვითონ ვიწრო შედარებით რა. ჯაზი მაინც რა კლასი არა. კომუნიტი უფრო ისეთ ჭიდრო კომუნიტი არის. ბერნარი ჯაზი არსებობს, მაგრამ არის რაღაცნაირ სხვანაირი ხალხია, მგონი აი როგორი მუსიკაც არის, ცოტა ეგეთი ხალხი არის რა. არა აროგანტული რა. რა შინაგანით ხა ჯაზი ხა ქიჯარეტი ძალიანაც ცნობი და თვითონ შეერჯდებოდა თავის ტრიოსთან ერთად. ერთეული შემთხვევები სტატისტიკას არის, მაგრამ რეალურად ბევრად ცოტა ისეთი თავდაბალი ხალხია რა და ცოტა უფრო ისეთი რა. მაგრამ კიდე რა პონტი არის, იცი რომ მგონია რომ რაღაცა ჟანრები და მიმართულებები პროსტა განწირულია underground-ის პრინციპის ხორბით, რომ რთული გასაგებია. სიტყვაზე მხატვრობის რაღაცა სიტყვაზე მიმდინარეობა განწირულია რომ მაყურებელი ნახველი ყავდეს ყოველთვის 100 კაცი და არა მილიონი. იმიტომ რომ პროსტა ინტელექტია საჭირო იმისათვის, რომ შენ კონტექსტურად გაიგო რისი თქმა უნდა და ავტორს. კი, მაგრამ იქ მე უკვე კურატორები და ვისთან მოხდება გააჩნია შეიძლება 100,000-ად გაყიდონ ის რაც არ ესმის ხო ადამიანს თქვა და იქ უკვე აი მომენტები იწყება რაღაც პრესტიჟია შეძენა რაღაც საერთოდ ვერაფასებს შეიძლება შენ ახლა კონტენტს უყურებ და პატარა ჭრას გავაკეთებ Patreon-ის შესახებ და უცებვე დაგაბრუნებ იქ სადაც იყავ. უცებვე დაგაბრუნებ. გეტყვი რა არის Patreon-ი? Patreon-ი არის ცალკე პლატფორმა, სადაც შენ შეგიძლია შენ საყვარელ content makers ფინანსურად დაუდგე გვერდში. Subscription-ის ყიდვით, რომელიც $5 ღირს და როცა გინდა გააუქმე. მაგრამ ეს უბრალოდ გაქნეული ფული არ არის და გაქნეული ხარდაჭერა და ასე შემდეგ. შენთვის ექსკლუზიურად მე Patreon-ზე ვაკეთებ კონტენტს. პირველი გეტყვი რომ არასერიოზული პოდკასტის აუდიო ვერსიები მხოლოდ მანდ იქნება. ასევე არის კინორჩევები, ანიმე რჩევები, სერიალი რჩევები, Night Talk-ის ლაივები იქ გადაბარგდა. ასევე არის გათამაშებები და რაც მთავარია სერიალის კონტენტი making of-ი დაიდება იქ. თუ შენ სურვილი გაქვს, იქ გახდე ჩემი თანაღერძელი და ამ სიმბოლური თანხით ხარდაჭერა გამიწიო მე ფინანსურად კონტენტის კეთებაში და არა მარტო ოჯახის რჩენაში მე შენ მადლობელი დაგჭირ. გოდიში რომ ეს დრო წაგარწვი, ახლა კი დაუბრუნდი იმ შვენების ყურებას, რასაც ჩემი გაკეთებული კონტენტი ქვია. გაკოცე კისერში. ისე თემები დავიწყეთ, რომ მე ჩემი სპონსორი, ჩემი მეგობარი კომპანია, ვაფშაზე ხარ, ვინ არიან რა არის? არა, ვიცი. რაღაც აი შენ რა თემებიც მოყევი. ერთ-ერთი მაგალითად მგონია რომ სიტყვაზე აი ეს ტიპი არის მაგის ამომავალი წერტილი რა, მაგის დახმარება დასალაგებლად. მოკლედ შამანი პრო ეს არის სუპერფუდი, საკვები დანამატი სოკოს ბაზაზე გაკეთებული, არის წვეთები, არის ფხვნილი, არის აბები რა. სხვადასხვა ტიპი, სხვადასხვა ფუნქციისთვის არის და რაღაცა დაავადება ბჭყალებში, რაღაცა კუჭის მოქმედება, მეხსიერება, მაგრამ მე მიყვარს ხოლმე მე ორს ვიღებ რა, ეხა იქაც ბევრი დევს რაღაცეები, მაგრამ მე მაქვს მოსახოდი დილით და რაღაცა ალფა ბლენდი და აი ეს ამანიტა არის ჩემთვის აი განსაკუთრებული ტიპი და ამის ფიდბექი რაც არის ხოლმე ესაიძე რასაც ვნახულობთ რა ძირითადად ამას გამოიყენებენ ეს არის მენტალური ჯანმრთელობისთვის რა რომ დაალაგდე და განსაკუთრებით ადამიანები გამოიყენებენ როდესაც დამოკიდებულების გადაგდება უნდათ რა ეს არის მძიმე ნარკოტიკი რაღაცა სასმელი შაქარიც კი ანუ აი ხო ხვდები რაღაცა თუ გაქვს ამანიტა არის ტიპი რომელიც ნუ აი საოცრებებს და მენტალურად იწყება სხვა გადაფასებები, ოღონდ პირობითობა ისაა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი, ანუ არაფერზე ხო ხვდები, გადატესტილი ყველა სიგელი, ყველაფერი რაც საჭირო იქ საიძედევს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რაც იყო, მზაობა თუ არ გაქვს აზრი არა რა. ანუ ის პონტი შენ თუ მზად არ ხარო, შენში რაღაცები შეიცვლება, რაღაცებს დათმობ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გინდა წყალი დაგილევია, გინდა ეს. აი რასაც შენ ამბობ, და მზაობა პირველ რიგში საჭირო. ერთი სიტყვით, თუ ვინმე გადიხართ რაღაცა პროცესებს, ხა თუ ამანიტას კონტექსტში ვლაპარაკობთ, მე ვთვლი რომ ეს არის სასწაულმოქმედი რაღაცა. არ არის ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი, კიდე ერთხელ ვიძახი, ანუ დავლია და სუპერგმირი ვარ, არა, უნდა იყოს მზაობა და დანარჩენს მერე გეხმარება ეს რაღაცა მილიონი წელი ჩვენი ძმაკაცი ორგანიზმში ისედაც, ვისაც ეს პოდკასტი არ გინახავთ, რეკორდული პოდკასტია ამ მარხზე, 3 საათიანი, დევს რამდენიმე პოდკასტის წინ, 10 პოდკასტის წინ იყო, ამათი შემქმნელი ნიკოლოზი, რომელიც გურუ ამ თემაში და ნუ აი საოცარი პოდკასტი გამოვიდა, აი ცნობიერების, ამაღლების რაღაცა ის სხვა ლეველი იყო, მინიმუმ თუ აი ფიქრობთ სკეპტიკურად და მესმის რაღაცა დამოკიდებულება გაქვთ, მინიმუმ პროსტა თავი ამას განებით არ იყიდოთ, არ შეეხოთ, მაგრამ ნახეთ ის პოდკასტი, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს არის თემა, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა იცოდეს რა, რომ ბუნებაში არსებობენ ჩვენი ძმაკაცები, ჯიგრები
მილიონი წელია ჩვენი ძმაკაცები არიან და მაგრად გეხმარებიან. ონკო პროტექტორული და მილიონი რაღაცები. ასევე შამარემ არხი გააკეთეს YouTube-ს, სადაც აუდიო ვერსიები იდება, ძალიან საკაიფო, ეხლა დაიდო. აღწერაში რა თქმა უნდა ლინკი იქნება. ის თქმა უნდა ბავშვობა ახსენე რა, ერთი ასპექტია, რომელიც მინდა ჩაგეკითხო, სანამ კონცერტის თემაზე გადავალთ რა. ჭორი მოვიდა ესეთ რომ ბავშვობაში არ გასმეინებდნენ სხვას არაფერს? შენ თორას თქვი რომ დაძალები ხახელს ვიტეხავდიო ხან? ხო, დაძალებით ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეხა არ ვიცი, იცი რა ის რამდენი ბავშვი იყო იზრდებოდა ისე რომ რაღაცას აძალებდნენ, ხო? ან შობელს უნდა და რო თქვა ექიმი ყოფილიყო თვითონ ვერ გამოვიდა და მერე შვილი უნდა. როგორც და ისაზე იტყვა და რაც მამას უნდა, სიტყვა. ხო, რაც მამას უნდა. ან რამდენი ის მოხდა, რა ქვია, ან რამდენს შეაძულეს მუსიკა, ხო? რომ ის მასწავლებელი, აი ეს ყველაზე გავრცელებული სახელმწიფო მე სულ ამას ვამბობ, რომ აი მე იცი სად მძულდებოდა საერთოდ ყველა და ყველაფერი, აი პორტრეტებს რო ხედავდი იმას, ბახი, მოცარტი, ჩაიკოვსკი მუსიკალურში და სკოლაში ის ვაჟაფშაველა აკაკი წერტელი ილეჭ ისეთი პორტრეტები იყო და ან იმ ზომის, ან ისეთი რომ არ და აი ვაჟაფშაველა ისე მიყვარს და ილია ჭავჭავაძეს და მე ხარ დრო რო გადის რომ არა ხო ბავშვის პრიზმი და ბაზარი ხანდახან ის ფოტო თუ შემხვდება ზუსტად ის რაღაც მატრიგერებს და ის მახსენდება რა რომ აი ის უბედური პორტრეტები ეკიდა და მე კიდე როგორი მიწოდება იყო ხო ბავშვებთან ამ ყველაფერს რაღაცნაირი ჩვენ დროს ახლა მაინც სხვა ჩვენ ბავშვობაში ცოტა სხვა არ ვიცი ახლა რა ხდება მაგრამ ნუ რაღაცნაირი ისეთი სიმკაცრე იყო და ჩვენც უფრო რა ვიცი მე უფრო ვემორჩილ მე ეგეთი ვიყავი რომ ვემორჩილებოდი მაგრამ თან პირველ სართულზე ცხოვრობდი, ვიპარებოდი, გადავიდოდი მეგობრებთან უბნის თუ ეზოს ბავშვებთან და წავედი ფეხბურთის სათამაშოდ იპოდრომზე, საირმეზე, ის მოვილიდი ის რაღაცებს შატალო რაღაც ყველაფერი. რო არ დამეგა. სახში უბრალოდ იცი რა იყო, აკრძალული არ იყო, მაგრამ მაგალითად, ნუ მშობლები მუსიკოსები არიან? არა, მშობლები არ არიან, მამიდა არის მუსიკოსი, რომელმაც მაჩუქავიულინა, მაგრამ მე დედაჩემ ხელოვნებად ცოდნია და ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა, ასევე მამაჩემსაც ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა და აი დედაჩემს იყო ომი იყო, ხო, თბილისის ომი და ესეთი სიტუაცია იყო და მხედრიონი და რაღაც და მაინც დავდიოდი ნიჭერთა აწლედი, რომელიც იქ არის, ხო, მთაწმინდაზე და ვარკეთილში იყო მასწავლებელი მახსოვს რომელთანაც დავდიდით მეტროთი და ის ვაგონებს შორის იმაში გვირაბებში ფეხით დავდიდით შუქის უკრებოდა და ისეთი რაღაცები გამოვლინი რომ ეხა რა ვიცი ბავშვს ეგეთი რაღაც რო ცოტა ხანი აიპედი გვერდით გადადე და დაუკარიო ვერც ეტყვი ალბათ რა და ის არის რა ქვია ხო ნუ ესეთ თან ეხა ჩვენ ბავშვობაში სულ სხვა რაღაცები იყო არის კი თამაშობდი ჯერ დენდი მე ნუ მოდი თუ ბევრი ალტერნატივაც არისო რაღაცები ეზოს გარდა მაინც ეზო კიდე სხვანაირი რაღაცა იყო რა მაგრამ მახსოვს რომ აი აივანზე უკრავდი ღია იყო ხო ეს აი ყველას ფანჯრები რაღაც ზაფხული იყო და აი პირველი რაღაცნაირი შტაბშტილება იყო აპლოდისმენტები იმით მივიღა აი ეზოდან და სხვა ვისაც ვინც სხვაებიც აივნებზე ვინც იყო და სხვა კორპუსიდან რომელიც საერთოდ არც მიცნობდნენ და просто რაღაც ესმოდა და ხედავდნენ და ეს ანუ ეს სცენისან მულტობა კი მქონდა და რაღაც მოიზიდავდა მაგრამ დიდათ რომ ეხა მეცადინეობა მინდა და დაკვრა მინდა არა და რაღაც ჩემთანაც სახში რაღაც ცუდ ტონად ითვლებოდა თუ არ ვიცი რაღაცნაირად ესე ჩემზე მაინც არაცნობიერად სულ ეს არის რაღაცნაირად იმოქმედა ამ ფაქტორმა რომ აი კლასიკური მუსიკა კი ის არის და დანარჩენი ჟანრები კი შეიძლება ქართული ინოლა გურგულია და რაღაცა იყოს სულ და მაგრამ აი ესე დიდათ რომ სხვა აი ხა მაგალითად რომელი წელი იყო აბა რომელი წელი იყო თქვენ რომ აი მაგალითად ეს მაესტრო 2000 ნუ მე უკვე რა 14 ხო 14 წელი აი არა შენ რომ ერთი წელი რომელ წელს იყო მაესტრო 2000 დასაწყისი ხო ეგრე 14 წლის ვიქნებოდი და 15-ის და ესენი დიდები მეკონენ ჩემს არა ნუ რა ოდნავ მაინც ხო ეგ მაინც 90-იანები ეხა მაგის ეგ რო ჩამერთოდ და სახში და და მამაჩემს დაენახა და ეხა შეიძლება არაფერი არ ეთქმა მაგრამ ეხა იმ დღესაც მანქანაში მამაჩემ ნუ ასაკი დიდი არის 91 წლის ხდება და მისთვის იქ რაღაც ფრენკ სინატრა და ბინ კროსბი და რაღაც იმის პირბიტები რაც ქონდა და კლასიკური მუსიკაც აი თანამედროვე კლასიკური მუსიკა თუნდაც მე რასაც ხშირად უკრავ ხოლმე ის დიდათ არ უყვარს და ის ძველი მუსიკა ემი ვაინჰაუსი აღმოჩნდა რომ ძალიან მოძებს მაინც ნუ სხვა ძველი მუსიკას ვე მაგრამ ეხლა რო თიკო სადონიშვილი და ისინი რო ჩამერთო ტოროლები თუ რაღაცა გაგიჟდებოდა რა ლექსენი და თიკო ლექსენი და თიკო
რო ჩაერთო და ეს სიმღერა რომ მე ამას უყურებ არ ვიცი ისა ნუ მე სახე ძალიან მიყვარდა ხა რომ მართლა რო გითხე თიკოს ფანი ვიყავით ხო და უსმედით ხო არა სახე ძალიან მიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარდა ბაზარია მე იქ იყო რადიო 105 ეს მამიჩემს რადიო და ეს რაღაც ამაზე ვიზდებოდით ხო მე უკვე შემოვიდა მე ცოტა გვიან იყო უკვე მწვანე ტალღა იქ როკი და ფეხბურთი იყო და რაღაც როკიც მიყვარდა და ფეხბურთიც ამ გადაცემასაც ყოველ შაბათ-კვირას გადიოდა მეგონი სულ უსმენდი და რადიომ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში და ამ ჩემ შოუშიც ეს რადიო სულ შემოდის და გადის და ხელს მიშლის და ხალმეხმარება. აი სანამ შოუს თემაზე გადავალთ, რატო კითხე, იცი? მახსენე რომ მშობელი გახდი და მეც არც ისე დიდი ხანია მშობელი ვარ და ამ დროს სხვა რაღაცა ფიქრები იწყება თავში რა აღზრდის მეთოდების და რაღაცეების პონჩი ალბათ ის უნივერსალური შეგრძნებაა რომ გინდა რომ შენი შვილი დაკონკრეტების გარეშე იყოს წარმატებული და ბედნიერი რა თუმცა ვის რაში გაგძვრება ხოლმე და მშობლებს ადრა როგორ მეთოდიკის არცოდნით ან გადამეტებული სიყვარულით ან რაღაცა როგორც იცოდნენ ისე გზდიდნენ და ასე შემდეგ. შენ შემთხვევაში აი ესე რო ავიღოთ რა არის ისტორიები ხოლმე რომ აი ეგეთ შრომას ჩადებენ სიტყვაზე ეგეთი შეზღუდვები რაღაცები და ეს არ გაამართლებს და მაგრამ ეხავს ხო ხვდები. არის რომ აი ესეთი შედეგი არის რა. აი ხა პოსტფაქტუმ რო უყურებ. აი რაც გამოიარე და შედეგი ეს არის. შენი შვილის ის რო ავიღოთ რა პროფესიას ნუ დავაკონკრეტებთ მიდგომა ესე ღირს თუ ფინალი ვიცით რომ მაინც ეს არის კარგი ფინალი არის იცი რა არის მიდგომა არ ვიცი ხა ღირს არ ღირს ეხა ჩემიდან ცხოვრების რაღაც გამოცდილებიდან ცოტა რთულია რატო იმიტომ რომ ეხლა რაც ვახსენე რომ გამოსავალს დავიწყე სერული ბევრი რაღაცა გადავაფაზე და მივხვდი რომ აი მაგალითად იგივე რომ ვიფიქრო მის თქვათ რაღაც თუნდაც მუსიკალური ინტელექტის ამაღლებაზე ჯობია რომ ის ემოციური ინტელექტის ამაღლებაზე ვიფიქრო და ის ცოდნები მივცე აი მაგალითად პირველად მოხდა რომ ჩემს ცხოვრებაში ამ 2 წლის განმავლობაში დავფიქრდი რომ რამდენიმე 10-ზე ჩამოსათვლი 4 თუ 5 ემოცია რითაც შემოფრე კი არ არის არამედ თურმე დაახლოებით 100-მდე ემოცია აქვს ადამიანს ხო და არასდროს არ ვეკითხებით არ ეკითხებიან შვილებს რომ აი რა იგრძენი ხო აი როგორი გაკვეთილი იყო რა ისა რა მასწავლებელი გეჭხობა რა ნიშანი მიიღო სწორედ თუ ეგეთი რაღაცები მაგრამ აი რა იგრძენი რა განიცადე ესეთ რაღაცებს არ ვაგზავნოთ ყურადღებას და მინდა რომ ეხლა აი ამ პროცესში რაც ვარ ეს ძალიან დამეხმარება ალბათ აი ბავშვთან სხვანაირი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში რა და საერთოდ არ მადარდებს მისი რაღაცა კარიერული კი რა ეხლა ესე ვამბობ შეიძლება მე რაღაც მომენტში დავფიქსები ეს რეფლექსია ამ მომენტში რეფლექსია ბაზარია მაგრამ ბევრად მირჩევნია რომ აი ემოციურად და სხვა რაღაცა ცოდნები კონდეს და სხვა სიხარული და აი ცხოვრებისგან ნების უპროფესიოთაც იყოს ბედნიერი რაღაც ანუ რეალურად ხა ჩემი მიზანიც არის რომ თუნდაც კი მუსიკა ჩემი შემადგენელი ნაწილია მაგრამ არ იყოს მუსიკის გარეშე თქვა ჩემი ცხოვრება უბედური ხო ან ვიღაცის გარეშე ხო უბრალოდ რო ხარ უკვე მადლიერი იყო რო ხარ და ამით იყო ბედნიერი მე ერთი რაღაცი თქვა მინდა რომ აი თუ ჩვენზე პატარები ალბათ გვისმენენ და თუ ვიღაცა არის ისეთი ვინც კლასიკურ მუსიკაში რაღაცა ნაბიჯებს დგავს ან სხვა სფეროში პრინციპში არ აქვს ნიშნულობა აი მე ვიძახდი რომ არ გავედი კონკურსებზე მაგალითად იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მაინც ეგოისტური ის მქონდა ან ამპარტავნული რომ აი მე რაც მიყვარს იმას დავკრავ რაც არ მიყვარს არ დავუკრავ და არ მაინტერესებს რაღაცეებში ანუ ყველაფერი მაინც რაღაცა დგება ეტაპი როდესაც თუ აირჩიე ეს პროფესია მე რაღაცები თვალდახუჭულმაც უნდა გააკეთო რა და რაღაცას შენ იმებს რაღაცა ეგოცენტრულ მომენტებს და რაღაცა ამ პარტავნებას თუნდაც იმ მასაკში როცა რაღაცა ამბოხეები და ისინი ვართ რაღაცა რებელ ბავშვები მაინც გადამოახერხო და მოთოკო და მაინც სინამდვილეში გულის სიღრმეში იცი რა არის შენ საჭირო და ზუსტად ვიცი რომ მით უმეტეს აი თინეიჯერებს ძალიან მაგარი ინტუიციის შეგრძნება აქვს და ყველას გვაქვს უბრალოდ არ უსმენთ ხოლმე ჩვენ თავს რა და ისევ ჩვენი სხვადასხვა ეგოებით ვიწყებთ ჩვენივე თავის რაღაცნაირად დაბრმავებას და სხვადასხვა ნიღბის მორგებას და აი ყველა ამიტომ ჩემ შვილსაც მინდა რომ ქონდეს მაგარი
აი სულიერი სიმშვიდე მინდა კონდეს და არ კონდეს ეს ფორიაქები და ეხა ის გავაკეთო თუ იმას ჩავაბარო თუ ეხა მამას გავუსწორო თუ დედას ის გავახარო თუ პირიქით გავამწარო და რავი რა ყველაფერი შეიძლება ერთ მაქრანს ეგეთი 7 მენტალური მდგომარეობა და ჰარმონია კონდეთ მეც მაგრამ ენერგიულობა მაგამბავზე და ისეთი ამბავია ხო რა ყოველდღე გონია რაღაცა ის გაკ რეცეპტი გაქვს მიაგენი რეცეპტს ხო ხდები შინაგანად რა გონიან აი ხა რაც თქვი სიტყვაზე რეცეპტია და ზეგ ხდები რომ რაღაცა ძალიან ჩასაკორექტირებელია რა მე კიდე ზეგ ხდები რომ რაღაცა იმიტომ რომ ყოველდღე იმდენად ცვალებადი ტიპია ხო და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ერთ ადგილას პროსტა სტაგნაცია ხო ბაზარი არა მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია რამხელა ახლა ეხა 9 თვის გახდება ვაიმე ეხა ძალიან მაგარი ის არის საოცარი ასაკია სულ რაღაცას აკვირდება და ეს კი ძალიან მაგარი გაგეზარდოს ჯანმრთელი და ბედნიერი მადლობა დიდი კონცერტზე გავიდეთ ბოლოსკენ და მინდა ამ კამბექის თემაზე მოყვე რა არის როდის იქნება და რა გეგმებია ხო დღეს ის უსმენდი წამყვანებს ტელევიზიაში რო ვიყავი და ეს კამბექი მართლა ისე ჟღერს რომ აი ვითომ ბეიონსე ვარ და ეხლა ცოტა ხანი რაღაცა იცი რა ჩემ მართლა გეუბნები ეხლა ისეთი დრო არის ხო ეხლა ისეთი დრო არის რომ აი ხა არავის ბევრს არ ეკამბექება ესეც უნდა ვთქვა და ბევრისთვის ძალიან გამაღიზიანებელიც არის ალბათ რომ შეხვდებათ ჩემი პოსტერი იქნება თუ რაღაც დასპონსორებული რაღაც რეკლამა იმიტომ რომ ბევრი საერთოდ სხვა ცხოვრების სტილი აქვს და სხვა საზრუნავი და რადოს კამბექია თუმცა იმაზეც უნდა შევთანხმდეთ რომ ეს ჩემი პროფესია არის და მე ეს პაუზა რაც ავიღე რეალურად იმისთვის ავიღე რომ რაღაცა ახალი შემექმნა და ეს ახალი რაც შევქმნი უკვე რაღაც ისეთ ენერგიად გადაიქცა ეს ყველაფერი ეს ხალხს არ გაუზიარო პროსტა მართლა დაუზიანდები რა და მინდა რომ ხალხს გაუზიარო მიუხედავად იმისა რომ კამბექი ხა დავარქვი სულ ამას ვამბობ რა რომ იმიტომ დავარქვი რომ მართლა ყველა მეკითხებოდა როდის გავს კამბექი და ეხლა რა უნდა დავარქვათქო და კამბექი და მეორე დატვირთვა აქვს ყველაფერს აი კამბექი რაც სემ თავთან ბრუნდები ბავშვობასთან ბრუნდები ბევრი რაღაც დაბრუნებები არის რა და ამიტომ გადავწყვიტე რომ დამერქვია ამ ყველაფერს კამბექი და ცოტა შეიძლება ხმამაღლა ჟღერს მაგრამ ნუ ძალიან ბევრს ფიქრობ მაგაზე ბაბა ვაფშე არ არის ეგრე ვაფშე არ არის დღეს რატომღაც რაღაცა დავფიქრდი და ამაზე იმიტომ რომ უკვე ეთყობა ხშირად მე თვითონ შემხვდა ჩემივე პოსტერი და მე თვითონ შევწუხდი და ვიღაცის ის მარტო მაგიტო ხო მაგრამ იცი რა არის ის არის რა ქვია ხო ეს ყველა მეკითხებოდა როცა ვთქვი რომ აღარ დაუკრავ თქო და რა გავაკეთე იცი სანამ წავშლიდი ინსტაგრამს და ფეისბუქს იქ დავწერე რომ აღარ ვუკრავ იმიტომ კი არა რომ სოფლიოს გავაგებინო თქო და რა არა უბრალოდ იმიტომ დავწერე რომ ზუსტად ვიცოდი ხვალ ვიღაცამ თხოვ რომელიმე ჩემი მეგობარი მთხოვდა რაღაცას რაზეც მე თვითონ უარს ვერ ვიტყოდი იმიტომ კი არა რომ იმას არ იყოფოდა იმდენი შეგნება რომ არ ეთხოვ უბრალოდ შეიძლება რაღაც ან რაღაც ვერ გაიგო რომ მე კამბექს ისა პაუზას ვიღებ და იმდენად ისევ რაღაცა უცებ იმპულსურად მიმეღო გადაწყვეტილება და ეს ბევრჯერ მინდოდა რა აი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მქონდა ცდელობა და მაგრამ რომ დავწერე ხა ვიფიქრე რომ ნუ აი დაწერილს უკვე სხვა ძალა ხო სხვა ძალას და ამას რაღაცნაირად უკვე აღარ გადავახტები და იმ წასვლას ბევრად უფრო დიდი გამოხმაურება ქონდა და ბევრად უფრო აჟიოტაჟი ვიდრე დაბრუნებას ესეც უნდა თქვას მაგრამ იცი რა მეორე ხრივ რეალურად მეორე ხრივ ესაც გამოცდილება ესაც რაღაცაზე დამაფიქრეს ესაც რაღაც მომენტში პირიქით რაღაც ცოტა кайფსაც პოლობ იმაში რომ აი თითქოს ხო ეხა საქართველოში არასდროს არ მახსოვს რომ კონცერტზე გამოსულიყავი და ბილეტ სოლდაუთი არ ყოფილა. ნუ აი არ მახსოვს და კი შეიძლება ცოტა ძვირი ღირსი, ბევრი რაღაცა მიზეზის გამო, მე რაღაცა სიტუაცია ის არის და ცოტა ძნელად იყიდება ბილეთები, ნუ გავიგე რომ ყველა სფეროში სპექტაკლებზეც ესეთი სიტუაცია ბევრგან და რაღაცა, მაგრამ ამასაც თავისი რაღაცა მუღამი აქვს, რომ რაღაცები გაქვს იგივე საკუთარ თავთან დასამტკიცებელი, კარგი გაგებით ვამბობ რა და მოკეთ ესაც გამოცდილება და საინტერესო არის და რაღაცა წლები რო გავა, მე ამ მომენტსაც გავიხსენებ და შიქთავზე მითხარი რა. შიქთავზე არის ესეთი, რომ აი ნუ სცენარიოს გავაკეთე მე და თიკო მუშაობდი სცენარზე თავიდან, ცოტა დავიხმარე
ხელოვნური ინტელექტი. ჩიგარია რომელიც რეალურად ხო, ცოტა გონებას იმაშება, გივარჯიშებს და მე ბევრი იდეა მოგდის რა, მაგრამ მე დავიხმარე უკვე ბუნებრივი ინტელექტი, ზურაჯიშკარიანი, რომელსაც ხალხ ესე მსმენელი ისმის დილას და ზურაჯიშკარიანთან ერთად სცენარს დავხვეწეთ. და ესეთი სამნი ვარ სცენაზე, მე ნიკალა, რომელიც არის მუსიკალური პროდიუსერი და ჩემთან ერთად თანაავტორი ამ და მის გარეშე მართლა ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, იმიტომ ის ქაოსი რაც მქონდა ძალიან ისე დამილაგა და გამიმართლა რომ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ რო ესმის, ხო იცი შენი რო არ ჭირდება ბევრი ახსნა განმარტება და აღეჭვა და პირიქით იმის იდეებიც ძალიან მომწონს და ესეთ მიუხედავად იმისა რომ 22 წლისაა თუ რას და მაინც იცის ის თიკოც იცის და ის დაბადებული არ იყო თუ რაღაცა და ყველაფერი იცის. ხო, ხანდახან რაღაცაზე რომ საუბრობთ ხოლმე 23 წლის არის, მაგრამ რაღაც სხვანაირი ტიპია და უცებ ხვდები რომ ეს რასაც ლაპარაკო ვაფშე ვერ ხვდება რა არის. იგივე იყო 90-იანი წლების ნივთები. მეთქი მოდი გავაკეთოთ ერთ-ერთი ვიდეო იყოს 90 რაღაცა ნივთებს ვიძახით, ვაფშე ვერ ხვდება რა არის. და მოგამ. და მოგეთ რომ არ გაგვიგრძელდეს. არის ესეთი მომენტი რომ 90-იანი წლებში ხო, რასაც ვისმენდი რადიოთი და მე MTV-თი და რაც შემოდიოდა რა, რაღაცეები ესე ცნობიერად, რაღაცეები არაცნობიერად ილექებოდა და მინდა რომ ადამიანებს მოვასმენინო ჩემებურად, ჩემი აღქმა გაუზიარო, როგორ ვუსმენდი, როგორ ილექებოდა ჩემ ტვინში ეს მუსიკა და ეს მინდა გავუზიარო კლასიკურ მუსიკასთან ერთად. ანუ მიქსი იქნება რა, რომ აბსოლუტურად ორი დაპირისპირებული სამყარო, მუსიკალური სამყარო, როგორ იმიქსება ჩემს ერთ მარცხენა ნახევარსფეროში და მარჯვენა. მე კონფლიქტი ხდება რა თქმა უნდა ამ ორ სფეროს შორის, როცა თქვა ეს მართლა ესე ხდებოდა ჩემს, როცა კლასიკურ მუსიკას ხშირად უკრავდი, აკადემიურ მუსიკას მენატრებოდა იქ კორცთან სიტყვაზე დაგვრა და როცა იქ უკრავდი აქ და ეს რო ვერ პოულობ შენ თავს და აქაც იქნება ესეთი დაპირისპირებების მომენტებიც იქნება, კონფლიქტიც იქნება, მე ბავშვობაში ბრუნდები, რომ აი ის აღქმები გავიხსენო, როგორი რაღაცა სხვანაირი, რაღაც ხალასი იყო, თუ არ ვიცი რა დავარქო, როგორ ყველაფერი ახალი, როგორ იმ წლებში. და ეხა ხო 90-იანი წლები ვითომ და რაღაც უბედურება ხდებოდა, მაგრამ მე ძალიან ისე მახსენდება რა ყველაზე ლამაზად მახსენდება მიუხედავად თავისი ყველა რაღაცა იქ ეზოში გარჩევები ჭუბები თუ რა ეზოში იქნება თუ სკოლაში თუ რაც ყველაფერი ხდებოდა და მაგრამ მაინც სხვანაირად გახსენდება და აი რაღაც მომენტში თითქოს ჩემთან ერთად ბრუნდები ხო ვინც არ დაბადებულა იმათაც გაუზიარებ ხო მე უკან დაბრუნდებით და რაღაცა გზას გავივლით აი ამ რაღაცა ჰარმონიისკენ და გამთლიანებისკენ და აი ამ კამბექისკენ საკუთარ თავთან რა და ანუ სტრუქტურა რაღაცა სპექტაკლისებრი პერფორმანსია ხო ცოტა სპექტაკლი ეგ არის ეხლა არის აუდიტორია ქვია არის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დარბაზია სადაც ადრე აი თქვენი თოის ყოფილი თას დინამოსთან ყოფილი მუსიკომედია იმ სინცეში არის ხო თვითონ ნიკამ და ორკესტრანტებმა გაარემონტეს და ძალიან ბევრი ადამიანი ხო ეხლა ბევრად გაზარდეს და რამდენი ნოსტალგიური რაღაცაო მივიდა მან გავიზარდა ხო მაინც ისე მოხდა რომ დაემთხოთ ანუ აი იქნება ცოტა მიუზიკლი სადაც ასევე არის ვიზუალური სხვადასხვა მომენტები გამოყენებული. სამაგათ მომინდა ეს შენობა რო თქვი მით უმეტეს რა სიზა. ხო და აუ გეპატიჟები აუცილებლად. აქ არ ვარ თორე, აქ არ ვარ. მე იმედი მაქვს, იცი რა, აი კიდე რა მინდოდა მეთქვა, ეხლა ზუსტად ეს უნდა მეთქვა, რომ მე იმედი მაქვს, რომ ეს გამეორდება ხშირად და ხშირად იმიტომ კი არ მინდა რომ გამეორდეს, რომ აი რატომ მინდა პირველ რიგში რომ სულ მშურდა თქვენი რა მსახიობების, რომ ერთხელ კი არ თამაშობდი, არამედ სეზონის განმავლობაში ბევრჯერ იმეორებდი რა იმ სპექტაკლს და ცი როგორი შურია, ხო, მარაზმში თუ არ გადახვედი თვეში 400 თუ არ თამაშობ, ხო, მაგრამ აი თუნდაც რომ თვეში ერთხელ გამეორდეს, ყოველ ჯერზე ხო სხვანაირად თამაშობ, ყოველ ჯერზე ხო სხვანაირად დაუყო, ყოველ ჯერზე სხვანაირი ახმა, სხვადასხვა ადამიანი მოვა, სხვადასხვანაირი ემოციების გაცვლა იქნება, სხვადასხვანაირი რაღაცა ატმოსფერო იქნება და ეს ძალიან მინდა რომ ესე მოხდეს რა, თუნდაც. მაგრა გაასწორებს. ერთ-ერთზე მაინც ხო დავემთხვევი და ამიტომ შემდეგ იმედი მაქვს რომ შემდეგში მოდი რიცხვი კონკრეტულად გააჟღერე 28 ივნის 8 საათზე გაიხსნება კარი და აი ველოდებით მზის ჩასვლას რომ ეს ვიზუალები კარგად გამოჩნდეს იმ დარბაზში მეტყვი ვიტრაჟები არის ეს არის აღმაშების 182 აუდიტორია ყოფილი მუსიკომედია დინამოსთან და მინდა ვახსენო ადამიანები რომლებიც აი პირველ რიგში ისევ და ისევ თიკომი და სადუნიშვილი
რომელსაც უკვე აღარ აქვს ჩემი არც ატანა, არც ჩემი მუსიკის ატანა და აღარაფერი აღარ, მაგრამ აი ცოტა დარჩა და 29-დან. ცოტაც გაუძლელი. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც აი ვიზუალებზე მუშაობენ, ესე ვინდა არის, ვინდა ფოლიო, არის ბერიკა არის და კოკა კიტია, რომელთან ერთადაც აი შექმნით სხვადასხვა ასე ვთქვათ ჟანრის ვიზუალები შემოვლენ ამ სპექტაკლში, ასე ვთქვათ, მუსიკალურ სპექტაკლში. AI-ც მონაწილეობს. აუ რა რადიოც იღებს მონაწილეობას და სოფო ჩოხელია პიანისტი, რომელთანაც კონცერტებში სწავლობდი და სულ ცდილობთ რაღაც ისეთი დაგვიკრა, რაც არ იკრებოდა საქართველოში პირველად და ესეც რაღაცნაირი ნოსტალგიური რაღაცა მომენტია ჩემს ცხოვრებაში და ბევრი რაღაცა ესე მოხდა, რომ აკუმულირდა ამ ჩემ კამბექზე. სუპერ, ძალიან ასწორებს მართლა. მთელი გულით გისურვებ წარმატებებს, თან აი ისეთი რაღაც დაამატე ბონუსად აი ეს შენობა ეხა რაც თქვი, სადაც აი მართლა გეუბნები ჩემი ცხოვრების 18 წელი მაგ გატარებული, თან ძალიან ბევრი რაღაც იცვლებოდა მან რა, თავიდან სხვანაირი იყო, მე სხვანაირი იყო, მე კიდე სხვანაირი და ასე შემდეგ. ასე რომ ეს 28 რიცხვის ანონსი იყო, გადაღება ეხა მიმდინარეობს დღეს 22-ია, ხო? დღეს 22. მე არ ვიცი როდის, ფაქტია რომ 28-მდე დაიდება ეს პოდკასტი, არ ვიცი ხვალ დაიდოზე, იმიტომ რომ კიდე ორი პოდკასტი არის ჩასაშვები და ცოტა რიგითობის ამბავში, მაგრამ ზუსტად იცოდეთ რომ აღწერაში ლინკი იქნება, თვითონ ჩამიგდო, იზრუნა ამაზე. ბილეთების შეძენის სურვილი თუ გექნებათ 28-ში მიბძანდით, ჩემს მაგივრათაც მოისმინეთ, აი რო შეხვალთ მარჯვნივ კიბეებთან ესე ხელი წაუსწრო, ეგ ადგილი მიყვარდა მან სუიჯექი ხოლმე და იქითაც რო გახოთ მწვანე ოთახთანაც ცოტა ხანი გაჩერდით, იმიტომ რომ იქაც სიგარეტის სუნი იდგა ხოლმე, იმიტომ რომ კურილკა იყო და 500 კაცი ვიყო და იქაც მოეფერეთ, იმიტომ რომ იქაც ჩემი სულის ნაწილი არის. კაი, გავიდეთ, დესერტი არის ჩემთან ესეთი ფინალური, რჩევები არის სამს სტუმარი იძახს ხოლმე, სამს მე ვამბობ, ძირითადად არის პოპკულტურიდან რა. როგორ არის, იცი, რაღაცა ისეთი, რაზეც ვთვლი რომ მაყურებელმა დრო რო დახარჯოს, მინიმუმ ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს, მაქსიმუმ რაღაცა შემეცნებასად. არის ხოლმე ფილმები, რო არ გავიპრანჭო. სერიალები, წიგნები, მუსიკალური ნამუშევრებიც ყოფილა, სპექტაკლებიც დაუტოვებიათ, მოკლედ, აი რისი განთავსება შეიძლება მე ესე ვაკეთებ და აფიშა ნაცდება. სამი შენ, სამი მე. დავიწყო თუ დაიწყებ? მე აფიშები და მოვიფიქრე. ოკეი, მე რა ვნახე ამასო მეგობრებო, ეხავე გეტყვი ტელეფონი მიჯდება და სასწრაფოდ უნდა მოვასწრო. ესე იგი, რაღაცეები ვნახე, მაგალითად. მე ძალიან მიყვარს 80-იანების პრედატორი, მაგალითად, ვისაც გევასებათ რა, ეს რაღაცა შვარცნეგერის პირველი სერია ხო გახსოვთ, პრედატორი, ელიენი, ეს რაღაცა მულტივერსი რა ცალკე და მთელი ცხოვრება ერთ-ერთი ფანი ვეყავი, ხო და ეხა გამოვიდა ანიმაციური რაღაც სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ქვია Predator Killer of the Killers. Ну აი რა გითხრათ, ხალხო, ველოდებოდი რომ რაღაცა რიგითი პონტი გამოვიდა რა, მეთქი აი გაასწორებს იქ რაღაცა ჩემი ხიშნიკა ახტება ვიღაცას ხანჯალს გაუყრის. აუ, აი ხალხო, თუ ერკვევით მაგში და სამყაროში ძალიან ბევრი რაღაცა დაგილაგდებათ, არის საოცარი გაკეთებული, ანუ ანიმაცია არის ძალიან უცნაურად გაკეთებული, არატრადიციული რაღაცა Pixar-ი, Hollywood-ი არა, ცოტა ანიმესკენ მიდის. ასე რომ, ჩემი პირველი რჩევა იყოს The Predator Killer of the Killers. აბატონო. შენი მაშინ ნუ მეც სერიალს ვიტყვი, ბოლოს რაც ნახეთ გაირიჩის მობლანდ არის ეგეთი ერთი სეზონი იცი? უყურე, დამასწრო, ვინახავდი. გინდოდა შენ? არა, მე ვფიქრობდი როცა მორჩევათ, მაგრამ კაი, კაიფე, გაგისწორდა? კი, ნუ გაირიჩის ის არის, ხო, როგორიც არის და ძალიან გაასწორა რა. კი, და ნუ უნდა ნახო. ჩემი ტომ ჰარდი მაგას ვენაცვალე. არა, ვაფშე ყველა ჩაგლასა მაგრად რა. ძალიან კაი სერია. ძალიან ბავშვობაში ჯეიმს ბონდზე და იმაზე რომ ჯეიმს ბონდზე მიჩვეული თვალი უცებ როგორ გამისწორდა. სხვანაირი ტიპაშო თამაშობს. მეც უფრო მეტად ის მახსოვს რა. და თან გაირიჩი იგრძნობა, ხვდები, რაც მანამდე ცოტა დაუკარგე გაირიჩის იმებში, რომ რაღაცა წინა რომ ჯენტლმენი იყო თუ ჯენტლმენებში ხო აი ცოტა ექონდა რომ კლასნი ფილმია, მაგრამ გაირიჩი დაუკარგე. ხო, აითად იყო. ხო, აი ფილმი გამოუშვა კიდე რაღაცა თავგადასავლებზე, ფენტეზი, მანდაც გაირიჩი, საკაიფო ფილმია, მაგრამ გაირიჩი და აი მან სერიალში ეს ბრუტალურობა და მთელი ამბები აქვს, მაგრამ ყველაფერი არის. ოკეი. პირველი რჩევა სახელი გამახსენე, როგორ ქვია? მობლანდ. ხო, აბატონო. ჩემი მეორე. ვისაც გიყვართ ზვიგენები, მეგობრებო, და რა ვიცი, ჩელვიც და რაღაცა ბავშვობაში გევასებოდათ, ისეთი ტრილერი ვნახე, ეს ხო არ გინახავს, არა, მე რა ჟუტკი იყო, ეს გამოვიდა ეხა.
მოკლედ story-ს სინოფსის ახლა ძალიან რო არ დავწო პონტი ეს არის რაღაცა ტიპზე რომელიც ნავს აქირავებს გაყავს ტურისტები რომ ანახოს ისინი რა ქვია ვიგენები მაგრამ აი ამაზე მეც ვერ ვიტყვი იმიტომ რომ სიუჟეტი დაიწევა მოკლედ ნუ ისეთი ტრილერი იყო ხო რო არ ელოდები ხო იცი პროსტა ღამე რო ჩართავ თან რაღაც ვამონტაჟები და აქეთ მონიტორზე მეთქი და ამის დედაც ვატირე მეთქი აი უყურე რა ძალიან გაასწორა dangerous animals ესე ქვია დაახლოებით მოიცა არა ხო dangerous animals ჩემი მეორე რჩევა იყოს ეს მესამე რა მაქვს ხა ვნახო შენი მეორე ერთს ვიტყვი რომ უბრალოდ ეს ჯერ არ გამოსულა მაგრამ Stranger Things ვინც უყურებ და თუმე გამოდის ახალი სეზონი და ეხლა დღეს გავიგე ამ შესახებ ძალიან ესთეტიკას და ეს მსახიობების და მალე გამოდის ეს ითვლება არ ვიცი თუ არა შეგიძლია იმიტომ რომ ძალიან მალე უნდა გამოვიდეს და ვისაც არ გქონდა ნახე ეხლა ყველა ნახეთ წინა მეგონი ისე ვერ გაიგებთ ვერაფერს ხო 4 სეზონი ხო 4 სეზონია მე მგონი 5 აი ან 4 ან 3 ან მე 4 გამოც ან მე 5 ნუ მოგეთ აუცილებლად ნახეთ მოვასწარით სანამ გამოდრო არ ვიცი ხო არის როდის გამოდის მე მგონი ეხა გამოდის მალე რა ესა ერთი თვის ზაფხულის თემაა ნუ მაშინ მოვასწროთ ნახვა და ნუ просто რა მიყურს ხოლმე იცი ძალიან იზრდებიან ახლა პაუზების მერე ან კადრი იქ რო გაწყდა ბოლო სეზონის ბოლო სერიალს ეხლა რო შემოტრიალდნენ წვერები რო ექნება ტიპებზე იმ ხელები არიან არ ვიცი ალბათ რაღაცნაირად გაამართლებიან რა მაგრამ ესთეტიურადაც ძალიან მომწონს და ნუ ეხლა არ ვიტყვი რომ რა წელი იქნება რა ხდება არ ვიცი უკვე რამდენ მოკლედ რო არ დაგისპოილერო თუ არ ნახავთ წინას ვერაფერს ვერ გაიგებთ მაგრამ საოცარი სერიალია Stranger Things okay კაი ეს შენ მეორე იყო ხო ეს მეორე ჩემი მესამე. კაი, მოდი მაშინ მეც ისეთ სერიალს ვიტყვი, რაც აგერ Netflix-ზე დღე-დღეზე უნდა დაიდოს. Squid Game. მესამე სეზონი იდება, კალმარის თამაშები, კი, ზეგ თუ მაზეგ. კი, იდება. Reminder-ები მაქვს ვაფშე ყველაფერზე, რომ ვაიმე ხალხო როგორ ველოდე. კონცერტის მერე ხარ დავიწყებ მაგის. ხო, აი მე დაელოდე და მე იმას ქენი, ეს საოცრება არის. ვისაც არ გინახავთ შემთხვევით, რავი, კალმარის თამაშები. საკაიფოა ძალიან, ნუ პირველი ჯობია, მაგრამ ნუ storytelling-ის პონჩი უნდა ნახო, ისე ვითარდება რა, ანუ ძალიან დერსკად ვითარდება და ძალიან დერსკი პერსონაჟები არიან. ანუ აი ძალიან. ასე რომ თუ არ გინახავთ კალმარის თამაშები, ჩემი მესამე იყოს იგივე პრინციპით, ჯერ ნახეთ პირველი სეზონი, მე ნახეთ მეორე სეზონი და აგერ დღე-დღეზე მოგეწევათ მესამეც. და შენი ბოლო რჩევა. ბოლო რჩევა ხო შეიძლება აი 90-იანებში დავბრუნდები. და სადაც გინდა, რა ეპოქაც გინდა. 90-იანებში დავბრუნდები და ესეთი ჯგუფი იყო ქართული 69 ერქვა და უჩა ჩაჭღენი და 69. ეხლა შეიძლება ვიღაცას საერთოდ არ ეცნობა, მაგრამ მე ვარ მაგ სიის თავში ალბათ. და ეს ხო იმ დროს გავიხსენე და ის არის, რა ქვია, მან ჩემ დიდაშვილი კლავიშზე უკრავდა, მაგრამ ეს ჯერ რადიოთი მოვისმინე და მე რო გავიზარდე მე მივხვდი რომ რაღაც გადაკვეთის წერტილები ქონა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაც 90-იანებში 1-2 სიმღერა არის, რომელიც ყველას მოსმენელი აქვს. просто არ ვიცით რო ეგ არის, ხო. შეიძლება ხო, არ არის, ნუ არ ვიცი სამწუხაროდ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც მაგალითად უნდა იყოს, რა ჩემი აზრით. კი, იმაზე არის, რა ქვია, YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ 2 ალბომი და 69 და უჩა ჩაჭღენი და ვისაც აგოთ მოსმენელი გირჩევთ რომ მოისმენ და ვისაც გავთ კიდე ერთხელ ორივე ალბომი ჩაუჯექეთ და მე არ მაქვს მოსმენელი ან შეიძლება მოსმენელი მაქვს და არ ვიცოდი უბრალოდ. ოკეი, ეს მესამე რჩევა. მადლობა გიო, ძალიან დიდი. მადლობა შენ მოპატიჟებისთვის. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე, რაც არ ვიცოდი. ჩემი ცნობიერები კიდე პატარა საფეხური დავამაღლე. წარმატებებს გისურვებ 28-ში. მთელი გულით მინდა რომ ვიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბავშვს მაგნიტური ქვიშა ჭირდება და ზღვაზე ვიქნები მაგ დროს. მნიშვნელოვანია. ხო, აუცილებელი ამბავი რომ ფეხები კონდეს გასწორებული, თუ მოკლედ რაღაცეები, მაგრამ თუ მოხდება ის ამბავი რომ კიდე მიეცემა რაღაცა სპექტაკლის პრინციპის სახე სიამოვნებით გესტუმრები, თიკოს მადლობა რომ ამ ყველაფერში ერთ-ერთი თავი ქალი ხარ. ძალიან ასწორებს თქვენ რა გითხრათ, ჩემო ოქროებო. უღმესი მადლობა რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ მთელი რავი საათნახევარი 2 საათი, არ ვიცი რამდენი იყო. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარმდგენი აჭარაბეთია. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს უეჭველი 28-მდე დაიდო, ლინკი გაჩეკეთ, მაგრამ თუ ესე იგი სხვა რაღაცეები დაგვიანდა მე მაპატიეთ, იმიტომ რომ პარალელურად სერიალზე მიდის მუშაობა, თან აი იმაზე ვარ რა, სანამ გავიქცევი სადღაც დასასვენებლად დასიომკა გვაქვს, მე ის გვაქვს, მოკლედ, ასე რომ მაპატიეთ. ტრადიციულად, სულ ყველას გაკოცეთ კისერში. არა.
სერიოზული პოდკასტი.